მოგესალმებით. Მოგვიყვებით ჩვენი ტრადიციული საუბრები ძველი აღთქმის შესახებ, ამ სახელმწიფოს შესახებ. ჩვენ წინა შეხვედრაზე დავასრულეთ საოცარი მომავლის, მართლა ეპოქალური პიროვნების აბრაამის შესახებ თხრობა. ვთქვით, რომ აბრაამი დაკრძალა ისააკმა და ესავმა, შესაძლებელია სხვა შვილებიც იყვნენ აბრაამის სხვა შვილები, მაგრამ ბიბლია ამ ორზე ამახვილებს ყურადღებას, რატომღაც ზოგადად ბიბლიისათვის ნიშნეულია თხრობის კონტექსტურობა და თხრობის ლაკონურობა. ბიბლია თუ კი ასახელებს ვიღაცას რაღაცაში ჭირდება და ეგ ასახელებს, რაღაცა საჭიროების გამო აკეთებს ამას. მაგალითად, როდესაც დავითის ოჯახის შესახებ იქნება საუბარი და დავითის ძმებზე იქნება საუბარი თხრობისას წმინდა წერილს არა ნეშთა წიგნში მოცემული გენეალოგიისას არამედ მეკეთა წიგნში მოცემული თხრობისას და ასახელებს დავითის სამი ძმის სახელს მხოლოდ და დანარჩენი ძმებზე უბრალოდ იტყვის იყვნენ, თორე სახელებს რაღაც ასახელებს. და ჩემი თხრობიდან იპოვა რატომ აკეთებს ამას, იმიტომ მაგალითად რომ ეს სამივე მე უნდა გამოჩნდეს, ეს სამივე შემდგომ კიდევ ერთხელ უნდა ამ სამივეზე კიდევ ერთხელ უნდა ისაუბროს და ამ წინ გვამსვლოს და ისეც აღარ უნდა ისაუბროს იმაზე ნაკლებად არ იმაზე ყურადღებას აღარ ამახვილებს, ამიტომ რაღაცა მოსე წინა 13-5 წიგნეულის თხრობის ჟანრს თუ მივაქცევთ ყურადღებას და შევაკრით მათ სხვა წიგნებს, რომელიც მოყავთ მოსე წინა 13 წიგნებს. ჩვენ აშკარად ხედავთ მსგავსებებს, რაღაცა თითქოს რაღაც შაბლონი, რაღაცა ლიტერატურული ჟანრი დაუდო ბიბლიურ წიგნებს მოსე და იმეორებენ ამ იმას და რაღაცა მოსეს ხელწერაშიც იგივე უნდა იცნობოდეს რომ არასახელებს დანარჩენ ძეებს, ალბათ იმიტომ რომ ეს მას არ ჭირდება და არა იმიტომ რომ ისინი იქანებათ, თუმცა ერთი ძის დაუსახელებლობა ამათ ესავისა და ისააკის მიღმა მაინც გაკვირვებას იწვევს. ეს არის მიდიამი, ქეთურასაგან შეძენილი შვილი, მიდიამი, რომელიც შემდგომ საკმაოდ დიდ როლს ითამაშებს ისრაელის ისტორიაში. აი ახლა რატომ ამბობ ამას? წმინდა წერილში წერია ასეთი რაღაცა, რომ ისმაელი წავიდა თავის მხარეში, იმ მხარეში, რომელიც მხარეშიც შურის გზაზე ეგვიპტის უდაბნოსაკენ დასახლდა, ხოლო ისააკი დასახლდა ჭასთან, ბერლაელოხთან, ანუ ჭასთან აგრძელებს ცხოვრებას. აი ამას აქცევს ყურადღებას ქრისტიანული ეგზეგეტიკა. თქვენ გახსოვთ, მე გითხარით წინა შეხვედრაზე და ახლა გაგიმეორებთ, დღეს ჭასთან დაკავშირებით შეიძლება ბევრჯერ იქნება ნახსენები ამ თხრობაში წმინდა წერილში, ამიტომ ყველგან არ შევაჩერებ თქვენ ყურადღებას და ზოგადად ვიტყვი, ჭა როგორც გახსოვთ, ეს არის სიმბოლო იმ წმინდა წერილისა, ან და საღვთო მოძღვრებისა, გრიგოლ ნოსელთან ერთგზის სიმბოლო, ასევე ნათლისღებისა, მოხებერთან ურთიერთობისა, აუცილებელი ელემენტებისა და ისააკი რომ სახლდება ჭასთან, ის ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში აქ ხაზგასმულია, რომ ისააკი აგრძელებს აბრაამის ცხოვრებას, ანუ ხაპვას, ანუ დარწმუნებას იმ მოძღვრებიდან, რა მოძღვრებაც მოდის გამოცხადებითი ჭეშმარიტებიდან. ისააკი შობის თხრობიდანვე ჩვენი მაცხოვრის წინასახია, ძალიან ბევრჯერ არის ჩვენი მაცხოვრის წინასახე წარმოდგენილი იმ მომენტიდანაც კი, როდესაც წმინდა წერილი იტყვის, რომ ისააკი 8 დღის ასაკში იქნა წინადაცვეთილი, ქრისტიანული ეგზეგეტიკა ყურადღებას გაამახვილებს და იტყვის, რომ პირველი, რომელიც ახსენა წმინდა წერილმა, ჯული არ არის ჯერ, მაგრამ მაინც არის ჯულის მიერად, ანუ წესის მიერად წინადაცვეთისა, ეს არის ისააკი პირველი ის წინა დაიჭრა 8 დღის ასაკში და შემოაქვს ეგრევე სიმბოლო იმისა, რომ ისააკი ჩვენი მაცხოვრის წინასახე იყო, უნდა იყოს, რადგან ჩვენმა მაცხოვრმა სრულებით აღასრულა ჯულის სრულებით იპირთა ის წესები, რაც წესებიც ადამიანებისთვის იყო დადგენილი. ახლა ისააკი, როგორც ვიცით, დაქორწინებულია, ისააკი დაქორწინდა 40 წლის ასაკთან, ამ ისმაელის გენეალოგიასაც მოყვება წმინდა წერილი, მაგრამ აი მე თითქოს და დაასვლა, ყველაფერი მოისურვა, ყველაფრისათვის მოიცალა წმინდა წერილმა და იწყებს, აგრძელებს თხრობას, როგორც მოსალოდნელი იყო მთავარი პერსონაჟის შესახებ, ეს არის ისააკი, ვინაიდან წმინდა წერილში წერია ასეთი სიტყვები: აჰა, მოდგმა აბრაამისა, აბრაამშვა ისააკ. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა. განა მოდგმა აბრაამის არ არის ისმაელი, განა მოდგმა აბრაამის არ არის მიდიამი, ან ეს შვილები, რომელიც მას ქეთურასაგან შეეძინა, კი, ყველა აბრაამის მოდგმა ის, მაგრამ წმინდა წერილისთვის არა. წმინდა წერილისთვის აბრაამის მოდგმა ასე ხასიათდება: აჰა, მოდგმა აბრაამისა, ისააკი იყო ძე აბრაამისა. მორჩა მეტი მოდგმა აბრაამს არ აქვს. ბიოლოგიურად როგორ არ აქვს, მაგრამ წმინდა წერილს ბიოლოგიური შთამომავლები არ აინტერესებს აბრაამისა. წმინდა წერილს აინტერესებს აბრაამის შთამომავლები,
რომელთა ხაზმაც უნდა მივიყვანოს ბეთლემში ერთ-ერთი საღამოს სასწაულებრივი და ერთ გამოუთქმელი საიდუმლოს გამოცხადებისას. სწორედ ამას აქცევს ყურადღებას მათე მახარებელი, როდესაც თავის სახარებაში მაცხოვრის გენეალოგიას წარმოადგენს და ითქვას, რომ აბრაამ შუა ისააკ. ბევრი სხვა საშუა, მაგრამ ჩვენ მესიანური ხაზი, წმინდა წერილს მესიანური ხაზი აინტერესებს სწორედ. ისააკი, როგორც აღნიშნე 40 წლის ასაკში დაქორწინდა და ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ამ ქორწინებაზე და ვთქვით, რომ წმინდა წერილი თხრობას არ გააგრძელებს მანამ სანამ აბრაამის მერე ისააკს კი არა, სარას შემდგომ რებეკას არ გამოაცხადებს თავის თხრობაში. აბრაამის ნაირის ყოფნა არ არის საკმარისი, სარას ნაირის ყოფნაც არის აუცილებელი. სხვანაირად აბრაამის ნაირობას ვერ გასცემს, თუ კი მის გვერდით სარას ნაირი არ იქნა. აი როგორც კი ის გაჩნდა, როგორც კი სარას კარავი შეივსო, როგორც კი სადიასახლისო შეივსო, როგორც კი ისეთი დედა გაჩნდა, რომელსაც შეუძლია აღზარდოს ისეთი ვიღაც, როგორც სარამ აღზარდა, როგორც სანამ აღზარდა ისააკი, წმინდა წერილი უკვე იწყებს საუბარს ამ ოჯახის შესახებ. არაფერი მოულოდნელი, არაფერი წარმოუდგენელი, რადგან ისააკმა უნდა გააგრძელოს აბრაამის გზა, ხოლო რებეკამ სარას მსახურება სხვაგვარად ვთქვათ, სამამამთავრო ისტორია საერთო განგებულებაში უნდა გაგრძელდეს, ამიტომ ზუსტად იმას დაწერს წმინდა წერილი, რაც ეწერა აბრაამთან და სარასთან დაკავშირებით. რებეკა ბერწია, რებეკაც იტანჯება უშვილობით. აი ეს სიბერწე უშვილობა, მოლოდინი, ტკივილი ამ უშვილობისა, ამათმაც უნდა გადაიტანონ. ახლა ზოგადად წმინდა წერილში თავის დროზე კი ვთქვი და ერთხელ გამიმეორე კიდე სიბერწე წმინდა წერილში ხშირად წარმოჩინდება და ყველა სიბერწე უკავშირდება წინასახეს ასე ვთქვათ ნებაყოფლობითი სიბერწე, სადაც ყველა წმინდა ღვთისმშობელმა თავის თავს გამიკუთვნა, როდესაც არა ბუნებითი უცნობების გამო, არამედ საკუთარი ნებელობის გამო, საკუთარი მსახურების გამო მარადის ქალწულობის აღთქმა დადო და ყველა სიბერწის გახსნა, ყველა სიბერწიდან სასწაულებრივად შვილის შობა, ვინაიდან ყველა ბერწი სწორედ ასე სასწაულებრივად შობს შვილს, ან ასაკში, ან და განუყურნებელი ამ სიბერწის შედეგად საშო გაეხსნებათ მათ, ესე წინასახია, რომ აიმნებით ქალწულების თავსებისაგან სასწაულებრივად დაიბადებოდა. ესეც წინასახეები იყო და წინა მიმართებები იყო აი ამ სასწაულებრივ მოვლენასთან. აი როდესაც ზაქარია იოანეს მამა დადუმდება ანგელოზისაგან, ვინაიდან დასვავს კითხვას, რომ რანაირად უნდა შოას მისმა ცოლმა, როდესაც ისიც და მისი ცოლიც უკვე საკმაოდ ასაკში არიან. ხშირად კეთება ხოლმე აქცენტი, რომ ზაქარია მღვდელი იყო და უნდა ცოდნოდა, ხასუსო, უნდა ცოდნოდა მთელი რიგი მაგალითები იმისა, რომ აქამდეც დიდი წმენის შედეგად ბერწ დედებს მუცელი საშო ეხსნებოდათ და შესაძლებელი ხდებოდა ღვთისწყალობით მაინჩობა, რომ ანგელოზი რადგან იუწყებოდა, შეუძლებელი ღვთისათვის არაფერი იყო და შეიძლებოდა ბერწ ელისაბედსაც ეშვა შვილი. მაგრამ აქ უფრო ღრმა მიზეზს მოულობენ ზაქარიას დადუმებისას, არა ის, რომ ეს უნდა ცოდნოდა და არ იცოდა, არა, სხვა რამეზე აკეთებენ აქცენტს აკეთებენ იმას, რომ თუ კი ზაქარიას არ ჯეროდა, არ სწამდა, ან და ავიწყდებოდა ის, რომ ბერწისაგან შესაძლებელია შვილის შობა. მაშინ თავარ რამეს როგორ გამიიღებდა, თავარ რამეს როგორ გაეწმუნებდა, თავარ რამეზე როგორ გაექნებოდა აქცენტი გაკეთებული, რაც გულისხმობს ქალწულისაგან ძის შობა. ანუ ზაქარია არა იმდენად იმისთვის ისჯება, რომ ბერწებისაგან შვილთა სხმის შესაძლებლობა დაავიწყდა, არამედ ამის ფონზე ეს თუ არ ჯეროდა იმ მნიშვნელობას, როგორ დაიჯერებდა, რომლის წმენაც მას ევალებოდა და ეს იყო ქალწულისაგან ჩვენი მაცხოვრის შობა. 20 წლის განმავლობაში იტანჯება რებეკა უშვილობით და უძღვნა იმ სიბერწით. 20 წლის განმავლობაში ელოდებიან შვილს, 25 წლის განმავლობაში აბრაამი გახსოვთ, ყოველ შემთხვევაში მისი სამოღვაწეო გზიდან გამოსვლა, რაც 75 ასაკში გამოვიდა, ასაკი სამოღვაწეო ისააკი აბრაამის სამოღვაწეო გზაზე. 20 წლის განმავლობაში ისააკი ლოცულობს, 20 წლის განმავლობაში რებეკა ლოცულობს და წმინდა წერილში ეს ოჯახი წარმოდგენილია როგორც უფრო მამლოცველისა და აი დიდი მოწმუნე ოჯახის სახე. საბოლოოდ უკვე უფალი შეისმენს მათ ლოცვას და პირველი შემთხვევა წმინდა წერილში, რომელსაც თვითონ ის იუწყება, რებეკა დაფეხმძიმდება ტყუპებით. ტყუპებს იღებს, თავის მუცლის აქია წიაში ტყუპებით დაფეხმძიმდება და რებეკა ძალიან მძიმე ფეხმძიმობა აქვს. ძალიან მძიმე, იმასაც კი იტყვის, რომ
აი ეს გაწამებული ქალის სიბერწით გაწამებული ქალს უცებ წყალობა მიეცა შვილიერების, მაგრამ იმდენად შეწუხდება აი ამ ძიმე ფეხმძიმობით, რომ აი რა ხდებაო აი რა თითქოს და რაც მინდოდაო ეს ყველაფერი თუ ასე იქნებოდა, იმდენად ძიმე ფეხმძიმობა აქ რებეკას. რითი რაში გამოიხატება რებეკას მძიმე ფეხმძიმობა? რებეკას მძიმე ფეხმძიმობა გამოიხატება იმაში, რომ ყრმები ეჯაჭვურებიან ერთმანეთს. ჭიდაობენ რაღაცაზე ცილობენ ერთმანეთს დედის წიაღში, რაღაცას ვერ იყოფენ, რაღაცა აქვთ ისეთი რაღაცა, ისეთი რის შესახებაც ცილობა ჯერ კიდევ დედის წიაღში აქვს მაგ დაწყებული. იუდაური გარდამოცემა გვეუბნება, რომ როდესაც რებეკაო საკერპოების შაულიდა ერთი ყრმა კრთებოდა მის წიაღში, ხოლო როდესაც აბრაამის მიერ აგებულ საკურთხევლებს შაულიდა მეორე ყრმა კრთებოდაო მის წიაღში. ზოგადად დედის წიაღში ყრმის ასე ვთქვათ მყოფობა ამ ნიშნებით ხასიათდება, ჩვენ გვახსენდება ნათლისმცემელი როგორც შეკრთება ელისაბედის მუცელში, როდესაც ყოვლადწმინდა დედოფალი მივა მათთან სტუმრად და ზოგადად მეცნიერებისათვის ცნობილია, რომ ბავშვს ძალიან ისეთი რეაქციები აქვს დედის წიაღში, სანამ დაიბადება, ისეთი ცოცხალი რეაქციები აქვს. მაგრამ ეს რეაქციები რაც შეიძლება ბუნებრივი ნამსახით გამომდინარეობდეს და გასაკვირი არც იყოს, გასაკვირი ხდება მაშინ, როდესაც არა ორდინალურ სახეს იღებს, რაღაცა სხვანაირად ხდება ეს ყველაფერი და ძლიერ შეწუხებულია რებეკა და წმინდა წერილში წერია, რომ რებეკა წავიდა უფლის წინაშე საკითხავად. ეს ერთ-ერთი საიდუმლოებრივი და ერთ-ერთი ასე ვთქვათ ეგზეგეტიკისათვის მრავალი აზრის გამოთქმის გამოსათქმელი თხრობა გახდა, ვინაიდან რას ნიშნავს წავიდა რებეკა უფლის წინაშე საკითხავად, ეს ბოლომდე გარკვეული არ არის. სხვადასხვა აზრია გამოთქმული. ზოგი განმარტებელი ფიქრობს ქრისტიანულ ლიტერატურაში თავისთავად ცხადია, რომ რებეკა წავიდა, წმინდა ეფრემასული პირდაპირ ამბობს, რომ რებეკა წავიდა მელქისედეკთან, ანუ მამამთავარ სემთან, რომლის შესახებაც გაგონილი ჰქონდათ ისააკისაგან და აბრაამისაგან. მე მინდა გითხრათ, რომ აბრაამი ახლა ცოცხალია. აბრაამი 160 წლის იყო, როდესაც ისააკ შვილები გაუჩნდა. Rot Abrahams გარდაცვალების შესახებ გვიყვება წმინდა წერილი, როგორც გითხარით, სისტემურ წყობას მისდევს და დაასრულა აბრაამის შესახებ თქობა, თორე აბრაამი ახლა ამ წუთებში ცოცხალია და ის შვილიშვილების გაჩერასაც მოესწრება. ვისთან წავიდა რებეკა, ეს უფალთან კითხვა, ეს უფალთან გამოკითხვა, როგორაც წარმოა რებეკა. მეფრემასული ამბობს, რომ სემთან, ანუ მელქისედეკთან წავიდა, რომლის შესახებაც აბრაამისა და ისააკისაგან ჰქონდა უწყებული. ორიგენე მიუთითებს, რომ შესაძლებელია თვითონ რებეკას ჰქონდა გამოცხადება, თვითონილოცა და თვითონ ჰქონდა გამოცხადება. არის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ რებეკა ისააკს თხოვს და ისააკის სხვებს წიდავს და სხვებს შეწირვისას მას აქვს გამოცხადება და იძლევა იმ პასუხს, რომელ პასუხსაც ჩვენ თავისთავად ცხადია ახლა ვისაუბრებთ. ეს სხვადასხვა აზრია გამოთქმული, პავლე მოციქული უბრალოდ ამბობს სიტყვებს, რომ ქალს ეუწყაო, როგორ ეუწყა და რანაირად ეუწყა, ისე როგორც წმინდა წერილის ამ ადგილის თხრობაში, როგორც აკეთებს ამას არა კონკრეტებს წმინდა პავლეც, მაგრამ ჩვენ მაინც თხრობის თავისებურებიდან და რა თავისებურებიდან ამის შესახებ ცოტა მოგვიანებით ვიტყვით, უნდა ვივარაუდოთ. თუ კი რაიმეთი, ესე იგი, რებეკას პირადი გამოცხადება არ ქონდა და ვინმე სთხოვა და ვინმე მიილოცა და ღვთისაგან მიიღო პასუხი, ეს ვინმე ისააკი ვერ იქნებოდა. ისააკი ნამდვილად ვერ იქნებოდა. რატომ ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ. ასე იყო თუ ისე რებეკა იღებს პასუხს, იღებს საოცარ პასუხს. ორი ხალხია, ორი ტომია შენ წიაღში. გახსოვთ ჩვენ ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, რომ ეპოქის თავისებურებიდან გამომდინარე, ვაჟი, რომელიც დაიბადებოდა, პოტენციურად მოაზრებული იყო ტომის მამამთავრად. საკითხის მეორე მხარე იყო ეს ტომი, რამდენად ხანგრძლივი, რამდენად მრავალრიცხოვანი იქნებოდა, რამდენად ერთძელი იქნებოდა, რამდენად ძლიერი იქნებოდა. ეს სხვა ამბავი იყო. მაგრამ ტომის მამამთავრად და რაღაცის წინამძღვრად ავტომატურად მოაზრებული იყო. ამიტომაც რებეკა რადგან თუყებით არის ფეხმძიმედ, ორი ვაჟით არის ფეხმძიმედ, ორი ხალხი იგულისხმება, ამ ორ ვაჟში ორი მოდგმა იგულისხმება ამის ორ ვაჟში და ის გამოცხადებაც ამას ეუბნება, რომ ორი ხალხია, ორი მოდგმა შენ წიაღში, უმცროსი უფრო ძლიერი იქნება, ანუ უფროსი დაემორჩილება უმცროსს. აი ეს გამოცხადება, რომელიც მიიღო რებეკამ და რომელიც არასდროს არ დაავიწყდება თავისი ცხოვრების განმავლობაში. აი ეს გამოკითხვა და ეს უწყება ისააკისაგან თუ ქონდა მას მიღებული, ჩდება კითხვა, მოვაწოდე და ისააკს ეს დაავიწყდება. ისააკი ამას ყურადღებას არ მიაქცევს.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ისაკისაგან არ იყო ეს უწყება. თუმცა აქ მეორე კითხვა ჩდება, რომელიც ასევე რაღაც ასეთ გაურკვევი უპასუხოდ შეიძლება დარჩეს. შეიძლება ისაკისაგან არ იყოს გამოკითხვა და აი ეს დეტალი რომ უმცროსი, მაბადეთ უფროსი უნდა დაემოჭიროს ისააკს ღვთისაგან არ მიუღიეს უწყება, მაგრამ დაუმალა რებეკამ ისააკს ისაც სიტყვაზე თქვა სემისგან თუ მელქისედეკისგან თუ რომელიმე სემიტი ღვთისაგან მიიღო ეს გამოცხადება. არ უთხრა თავის ქმარს, მაინც ავიწყება, რომ ისააკისგან იყო თუ არ იყო ეს უწყება საკითხის მომხმარია. ისააკი ამას ყურადღებას არ აქცევს მაინც. აქ ჩვენ უნდა ვთქვათ ერთი დეტალი, რომელიც ისააკს ახასიათებს. და თავის დროზეც გითხარით, რომ ისააკს, აბრაამი ისააკს არც უშვებს. ცოლის მოსაყვანადაც არ უშვებს. სხვას მოყავს მისთვის ცოლი. რაღაცნაირად აი სხვანაირი მამამთავარია, რაღაც ორიენტირებულია რაღაც ჭვრეტელობაზე, ორიენტირებულია რაღაცა ლოცვით ღვაწლზე და ნაკლებ იმდენი, აი ნაკლებ აქტიურია იმ თვალსაზრისით, როგორი აქტიურიც აბრაამი იყო და როგორი აქტიურიც შემდგომი მამამთავარი იაკობი ისრაელად სახელდებული იქნება. ყოველ შემთხვევაში ასე თუ ისე ეს რებეკა შემდგომ ეკლესიის წმინდა სახეც იქნება წარმოდგენილი ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ერთ-ერთი მიზეზი, არა ერთადერთი, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რომ რებეკას ახსოვს, სულ იმახსოვრებს და სულ უკვირდება იმას, რაც ღვთისაგან ეუწყება მას. ახლა მოვიდა მშობიარობის ჟამი და რებეკასათვის მძიმე იყო ფეხმძიმობა, მაგრამ გაცილებით მძიმე იყო მშობიარობა. ჩანს ეს რთული და ძალიან რთული მშობიარობის სახე გახდა იმის მიზეზი, რომ რებეკას შვილები აღარ შეძენია და ისააკი არის ამ მამამთავართა რიგში ის ერთადერთი მამამთავარი, რომელსაც ყველაზე ცოტა შვილი ეყოლება და თან თხაჭაც არ ეყოლება. მარტო ერთი ცოლი ყავს და მისგან შეძენილი, ერთჯერადად შეძენილი ეს ორი შვილი ყავს, მეტი ისააკს არ უქორწინია და მეტი ისააკისაგან შვილები არ ვიცით ჩვენ. ამითაც განსხვავებული მამამთავარია ის და ისააკი ასევე სხვა მამამთავრებისგან იმით, რომ ის აქტული მიწის ტერიტორიას არტოვებს. ყველა მამამთავარი ან არ იყო და შემოვიდა, ან აქ იყო და აქედან გავიდა. ისააკი არის ერთადერთი, რომელიც აი ამ ახლული მიწის საზღვრებში ტრიალებს ყოველთვის და ახლული მიწის საზღვრებიდან გარეთ არ გადის. მშობიარობა მძიმე ქონდა რებეკას, როგორც გითხარით, რებეკას მშობიარობა გულისხმობს იმას, რომ იბადება უფროსი, შემდგომ იბადება უმცროსი, ანუ თხუბებით არიან, მაგრამ ამ მშობადობის რიგობრიობის თვალსაზრისით ჯერ ერთი გამოდის, შემდგომ მეორე გამოდის, მაგრამ აი მეორეს გამოსვლა არის არაორდინარული, მეორეს გამოსვლა არის შემაწუხებელი და ძლიერ ალბათ კინოური რებეკასათვის. ხელით წინ მოდის ეს ბავშვი. ზოგადად სხვანაირად იბადებიან, ხო, თავით გამოდიან და მე მთელი სხეული მოყვებათ, ხო, მაგრამ ეს ხელით წინ წამოვიდა. ამ ხელით წინ წამოსვლის მიზეზი წმინდა წერილში ასია ახსნილი, რომ მოჭიდებული იყო ეს მეორე, ვინც არის იმ პირველის კუსლზე. აი ეჭ თითქოს არ უშვებს, თითქოს პირველობა ამას უნდა არ უშვებს და აი ეს ცილობა, რომელიც იმაში იყო რებეკას წიაღში მიმდინარეობდა მთელი ამ ოსლობის პერიოდში, მშობიარობის მომენტშიც გაცხადება და აი თითქოს ჭიდაობენ პირველი რომელი იქნება, მაგრამ პირველობით აჯობებს ის, რომელიც თმიანი დაიბადება და რომელსაც დაარღვევენ ესავს, სახელი ესავი, ამიტომაც ნიშნავს თმიანს, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ესავი ნიშნავს, ესე იგი, გამარჯვებულს, ანუ რადგან აჯობა თავის ძმას და პირველი დაიბადა, სხვადასხვანაირად განმარტავენ ამ სახელს. მეორე, რომელიც აი ამ ბჭალს, ანუ ქუსლზეა ჩაჭიდებული, დაიბადება სრულიად უთმო. და მას უწოდებენ იაკობს და ფიქრობენ, რომ სახელი იაკობი უნდა ნიშნავდეს ქუსლს მოგჭიდებულ, შემდგომ ისრაელს დაარქვევენ ამას და მებრძოლათაც თარგმნიან ამ სახელს, ამას თავი დავანებოთ, ამაზე მერე ვილაპარაკებთ, მაგრამ საინტერესო რა არის. გვაქვს აი ასეთი სურათი. თმიანი, ქუსლი ამ თმიანისა და შემდგომ უთმო ბავშვი. აი ასეთი გაგრძელება. მეგობრებო, ქუსლის სახე სიმბოლოა დასრულებადობისა, რაღაცის მორჩილისა, რაღაცის დასასრულისა. აი მაგალითად, როდესაც მაცხოვარი ფეხბალას აღასრულებს და იცით რომ პეტრესთან მივა და პეტრე ეტყვის რომ არ დამბანო ფეხებს და მაცხოვარი თუ ფეხებს არ დაგბოთ შეცანწილი არ გექნებაო და მაშინ პეტრე ეტყვის არა მხოლოდ ფეხი, არამედ ხელი და თავი ჩემს, ხო? როგორც შეთან კონდეს წილი, როგორც შეთან იყო და წავა ამის ხო, იმიტომ რომ არსებობს გარდამოცემულობა პეტრემ ესეთი
მტკიცე უარი, იმიტომ უთხრა რომ დაინახა როგორ თავხედურად გაუწოდა ფეხი იუდამ და როგორ თავხედურად დააბარინა ფეხი იუდამ ეს გადამოცემა თავისთავად შედება. საინტერესოა მაცხოვრის პასუხი. რომ თქვენ სრულიად გაწმენდილები ხართ, მარტო ფეხი გაქვთ დასაბანი. აი ეს პასუხი არის ძალიან საინტერესო. რომ სრულიად სუფთა ხართ, მაგრამ ფეხი მაინც დასაბანი. ანუ აქ თავისთავად ცხადია აკეთება აქცენტი ჰიგიენურ სისუფთავეზე. რაც ასევე მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ მაცხოვრის სიტყვებში ეს არის გულისხმობა რაღაცა სხვა. მაცხოვრი ეუბნება პეტრეს რომ შენ დაბანოს თქო მე სხვა დაბანოს სხვა რამეს ვდება დაბანოში, სხვა აზრები დებს ამ დაბანოში. რა აზრი უდეს მაცხოვრმა თქვა კიდევაც. ნახე თუ რა გავაკეთეო, რომ მე ვგემსახურეთო და თქვენც ასე უნდა მოეწოდო, თქვენც უნდა ემსახუროთ ერთმანეთს. ანუ ამ დაბანოს რაღაც სხვა შინაარსი აქვს, სხვა რამეს გულისხმობს მაცხოვარი და არა იმ პირდაპირობას როგორიც პეტრე მიმართავს მას. მაცხოვარი ეტოებნება, თქვენ ყოველთვის უწმინდა ხართ, ანუ თქვენი აზროვნება მე ბოლომდე გავწმინდე. თქვენი აზროვნება ბოლომდე დავალაგე, მაგრამ დარჩა კიდევ რაღაცა. ბოლოა დარჩენილი და აი ამ ბოლოს გაწმენდას, აი ამ ბოლოს იმას ვიწყებ ეს ფეხი სწორედ ამის სიმბოლოა, რომ აი ფეხის დაბანვით, აი ეს თხელი აი სისულე საბოლოოდ გაიწმინდებოდა მათი აზროვნება და მთლიანად წმინდა იქნებოდნენ. შესაბამისად აი ქუსლი ამ იმის რა ქვია თმიანი ბავშვის ქუსლი გულისხმობს ამ თმიანობის დასრულებას და მართლა სადაც დასრულდა თმიანობა იქ დაიწყო უთმოობა. სწორედ ამას აქცევს ყურადღებას წმინდა წერილის ეგზეგეტიკა, როდესაც ამბობს რომ ესავი, ანუ თმიანი ბავშვი, ეს არის სახესიმბოლო, თმიანობა არის სახესიმბოლო ვნება შემოსილობისა, ხოლო უთმოობა სახესიმბოლოა ვნება განძარცულობისა. ეს იმიტომ კი არა, ხა კარგად მინდა ეს გავიგოთ. ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში ეს აზრი შემოტანილია, იმიტომ კი არა, თმიანობა ვნება შემოსილობას ნიშნავს, აბსოლუტურად გამორიცხულია. პირიქით, აი მაგალითად, როდესაც ლევიტელთა დასი უნდა იკურთხოს და წარმოდგეს სუფლის წინაშე სახურებისათვის მათი ერთ-ერთი ის რიტუალია ის რომ მთლიანად უნდა გაიწმინდოთ თმისაგან, უნდა გაიკვიჭონ თმა და მთელი თალი თმისაგან უნდა გაიწმინდონ რა სახესიმბოლოა ვნებების ჩამოძარცვისა და ვნებების იმისა. ამისგან განსხვავებით სამსონზე ვიტყვით რომ სამსონში პირიქით თმიანობაა ის რაც მას ძლიერებას და იმას თმიანობა ჩალებული საიდუმლო უბრალოდ. შესაბამისად აი რადგან წმინდა მამათა თხრობაში ანუ ქრისტიანულმა ეკლესიამ იცის ის ამბავი რა ამბავის გაგრძელდება წმინდა წერილში ეს პირველი თმიანი მის დაიბადება ის გადაგებული იქნება მიწიერ ინტერესებზე ხოლო უთმო რომელიც დაიბადება ის გადაგებული იქნება საფრთხო ინტერესებზე ამიტომაც ჩადო ეს სიმბოლო და თქვა რომ ამ შემთხვევაში თმიანობა არის ნება-შემოსილობის სიმბოლო ხოლო უთმოობა არის ნება-განძარცულობის სიმბოლო და მართლაც თუ დავაკვირდებით წარმოუდგენელია ნება-განძარცულობა დაიწყოს ნება-შემოსილობის დასრულების გარეშე. არ შეიძლება ორივე ცხოვრებით იცხოვრო. ნება-შემოსილმაც იცხოვრო და უმანკოების ის იცხოვდეს, რა ქვია, უმანკოებაზე პრეტენზია იცხოვდეს. ორიდან ერთი უნდა ირჩიო. ან თმიანობა ესავისავით, ან და უთმოობა იაკობივით. რაღაც აი კლიმენტი ალექსანდრიელთა აქვს ასეთი ისა, რომ აი ეს ორი გზა ვნებებისა და გზა იმისა, რა ქვია, საცნობისა და ცხოვრებისა. შესაბამისად ესავისა და იაკობის აი შობაში აი ეს სიმბოლოებია ჩადებული. ახლა რა არის საინტერესო? საინტერესო გახლავთ ის ამბავი, რასაც წმინდა წერილი ახლა დაწერს. გაიზარდნენ ყმაწვილები ესავი შეიქმნა მონადირე, მარჯვე კაცი, ველების კაცი, ხოლო იაკობი არის კარვებში მცხოვრები, სრული კაცი. ანუ ეს თმიანი არის მონადირე და მარჯვე კაცი, ხოლო ის უთმო არის კარვებში მცხოვრები სრული კაცი. ეს სრული ძველ ქართულ რედაქციაში, რომელიც სეპტუაგინტად გვაქვს ნათარგმნი, წარმოდგენილია ტერმინით უმანკო კაცი. ძალიან საინტერესოა. იაკობი როგორც უმანკო. ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ხობა ძალიან საინტერესოა ამის შესახებ, რამაც უნდა გაგვაგებინოთ შემდგომი თხრობა. შემდგომი თხრობა რას უკავშირდება, როგორ მოიპარა წყალებში თავისთავად ცხადია, როგორ მიითვისა სინამდვილეში იაკობმა ის კურთხევა, რომელიც მას შობითად არ ეკუთვნოდა და რომელიც სხვისთვის ჰქონდა გამიზნული მამამის. რომ ეს გავიგოთ კარგად, რომ კარგად გავიგოთ იაკობისა და ღმერთის შეკინების ამბავი. ვინაიდან იქაც ძალიან მნიშვნელოვან დეტალებზე მოგვიწევს ყურადღების გამახვილება. რას ვამბობ ახლა, რას ბრძანებს წმინდა წერილი. მეგობრებო, ჩვენ ერთი რამეზე უნდა შევთანხმდეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია. ისააკმა
იცის აბრაამის მთელი ცხოვრება. აი მთელი ცხოვრება. ანუ ისააკმა ის კი არის ის მამამისისაგან რაც ახსოვს. არა, აბრაამს ისააკისათვის აქვს მოყოლილი ყველაფერი. ვისი ძე არის, როგორ მოდის, საიდაურია, მას რა მოუვიდა, ქალდებელთა უვიდა, აი ყველაფერი, რაც ჩვენ ვიცით, 10 ჯერ მეტი მამამისზე თვითონ იცის. ახლა რა ხდება? ესავი და იაკობი რო იზრდებიან, მათ ბიოლოგიურ ზედაზე კი არ ამახვილებს ყურადღებას წმინდა წერილი. მათ აღზრდაზე ამახვილებს წმინდა წერილი ყურადღებას და ჩვენ ავტომატურად უნდა ვიგულისხმოთ. ეს ასეა ესავთან და იაკობთან დაკავშირებით და ყველასთან მე რო ვისაუბრებთ. რომ ისააკმა თუ იცის აბრაამის სრული ცხოვრება, ახლა ესავმა და იაკობმა იციან ისააკისა და აბრაამის მთელი ცხოვრება. ანუ ოჯახი გახლავთ ერთგვარი სასწავლებელი, გიმნაზია, ან სემინარია, ან უმაღლესი სასწავლებელი დაწესებულება. რაღაცა ისეთი, სადაც ასწავლიან შვილებს ყველაზე მნიშვნელოვან რამეს, მათ იდენტობას, ვინ არიან, საიდან არიან და მათი წინაპრების ცხოვრების წესი რა იყო, რითაც მათ დღევანდელ დღემდე მოაღწიეს. სხვაგვარად რო ვთქვათ, ესავმა და იაკობმა ძალიან კარგად იციან რა ამბები ხდებოდა აბრაამის თავზე, რა ამბები ხდებოდა ისააკ, როგორ იქორწინა ისააკმა ვთქვათ ეს იციან, როგორ მოხდა რომ ისააკ აბრაამ თავისი შვილი ისააკი აიყვანა იმაზე, რა ქვია, მორიას მხარეში სამსოფლოზე და დააწვენა, ისააკი როგორ დაწვა, ეს ყველაფერი იციან, როგორ ჩამოვარდა შიმშილობა და აბრაამი როგორ ეგვიპტეში ჩავიდა და თავისი ცოლი დადგა მოაცხადა, ესეც იციან, ყველაფერი იციან, ყველაფერი. აი ამ სრული ცოდნიდან თავიანთ მამამთავარ და თავიანთ წინაპრებზე არჩევანი არის ასეთი. ესავე ხდება მონადირე და იაკობი კარვებში მცხოვრები სრული კაცი. ანუ წმინდა წერილი ახლა უთხრობას დაიწყებს. ჩვენ წინა უთხრობაში კი გავაკეთეთ აქცენტი დავთქვით რომ ისმაელი აგარიშვილი იყო, ისააკი სარაშვილი იყო და ამიტომაც გავიგეთ რაღაცა გავარკვიეთ, რატო ისააკი და არა ისმაელი. მაგრამ ახლა ორივე ერთი დედიშვილია. ორივე ერთი მამიშვილია. აქ არ გვაქვს ასეთი გარჩევა. ორივე ერთნაირად იზრდება, ორივეს ერთნაირი მზრუნველობა აქვს, მაგრამ აქ ისი გარჩევა იწყება. აქ რა შემოაქვს წმინდა წერილს? აქ პირადული არჩევანის დეტალი შემოაქვს წერილს. ორივე ვიცის რაც ხდება, მაგრამ ერთი მონადირე და ველის კაცი ხდება, ხოლო მეორე კარვებში მცხოვრები და სრული კაცი. მეგობრებო, ამიტომ წმინდა წერილში წერია ესეთი სიტყვა. უყვარდა ისააკს იაკობი. უყვარდა ისააკს ესავი, ანუ უფროსი მონადირები იყო მისი საჭმელი, ხოლო უყვარდა რებეკას იაკობი. აი თითქოს და გაყოფილი არიან ეს ბავშვი. მამას უფროსი უყვარს, დედას უფროსი. თავისთავად ცხადი ეს არ ნიშნავს იმას, რომ მამას უფროსი უყვარს და უფროსი არ უყვარს, ან დედას უფროსი უყვარს და უფროსი არ უყვარს. ეს ამას თავისთავად ცხადი არ ნიშნავს. აქ სიტყვა უყვარს გულისხმობს არა სიყვარულს ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ იმედს. რომ ეიმედება მამას უფროსი და ეიმედება დედას უფროსი. რატო ეიმედება დედას უფროსი? დედამ ძალიან კარგად იცის, არ დავიწყებია ახსოვს რა, ის რომ უფროსი დაემორჩილება უმცროს, უმცროსში იდებს რაღაცა. მშობიარობისას თავის ტკივილით გამოცხადა ეს ყველაფერი რებეკა. კიდევ ერთხელ შეახსენა საფრთხე გამოცხადება, რომ ეს ვიღაცა რომელიც მეორეა, პირველზე უპირატესი იქნება. ამიტომაც მეგობრებო, ქრისტიანულ ეგზეგეტიკაში თითქმის შეუცვლელად, თითქმის უკრიტიკო, თითქმის შეუცვლელად კი არა, თითქმის რა ქვია, ერთხმად წარმოდგენილი იქნა სიმბოლო ისააკისა და ესავისა, უფროსისა და უმცროსი ვაჟისა. ესავი სახე სიმბოლოა ძველი ისრაელისა, ხოლო ისააკის სახე სიმბოლოა, იაკობის სახე სიმბოლოა ახალი ისრაელისა. ანუ ძველი ისრაელისა, რომელიც იმაშებოდა, რა ქვია, უპირატესობდა და პირველობდა, მაგრამ მას შემდეგ ვინც მოვიდა, სწორედ ის მიიღო პირველობა მას მისცა, უპირატესობას მას მისცა ღმერთმა. აი ეს სიმბოლოები აქ ჩადებული, თუმცა წმინდა წერილი ძალიან საინტერესო დეტალზე აკეთებს აქცენტს. მეგობრებო, ჩვენ გახსოვთ, როდესაც ვისაუბრეთ ნებროთზე. თქვით, რომ ნებროთი იყო მონადირე. და გახსოვთ, აი უბრალოდ მაინტერესებს ეს გამიმეორე თუ არა, მონადირის შესახებ წმინდა წერილს რა დამოკიდებულება აქვს, რას გულისხმობს მონადირე, ხო? გვახსოვს რომ მონადირე ეს არის არა მარტო მარჯვე კაცი, რომელმაც იცის როდის და როგორ ინადიროს, არამედ ეს არის
ასე ვთქვათ, მოხერხებული ამ ქვეყანაში ცხოვრების სოდნე, ძალიან კარგი გამოცდილების მქონე კაცი, რომელმაც სულთა მომნადირებელია, რომელსაც აქვს აი ეს ნიჭი სულების მონადირებისა და მასების წინამძღოლობისა. კაინიტური რაღაც ესავში ნებროჩი კაინიტური ვერ იქნებოდა, ვინაიდან ის ნოეს ძის ქამის ჩამომავალია და ნოეში კაინის არაფერი არ არის. აბსოლუტურად არაფერი არ ნოეს სეითი დარგუდის. თუმცა არა, მეორე კუთხით უნდა გავცეთ თქვენ კითხვას პასუხი. ის რა ქვია, მენტალური, ანუ მე ბიოლოგიურად კი პასუხობ, მაგრამ მენტალურად თავისთავად ცხადია, ეს ხაზი გრძელდება. ხაზი ტექნოლოგიურ ცივილიზებული დაშორებისა, ღირებულებისა და კულტურის ეს სხვადასხვა გზაზე გასვლის ხაზი. თავისთავად ცხადია გრძელდება. ხა თქვენი ყურადღება რაც უნდა მივაქციო. რატომ არის ჩადებული სიმბოლო, რომ ესავი უნდა იყოს ძველი ისრაელის წინასახე? ეს ესავის ცხოვრების წესიდან გამომდინარეობს. ესავი პირში კითხვის სალიხავს მას, მაგრამ პირველად ის დაიბადა. ესავისათვის პირველ შობადობა ავტომატურად აგულისხმებინებს, რომ ის უფროსია სახლში. ის თავის ძმაზე უფროსია. მონადირე იქნება, მიწათმოქმედი იქნება, მარჯვე კაცი იქნება, თუ მარჯვე კაცი არ იქნება, უფროსი თავის ძმაზე ყოველთვის იქნება. ბუნებითი შობიდან არის ეს, მისი ბუნებითი მდგომარეობიდან არის წარმოქმნილი და იმიტომ. რა ვიწყდება ესავს? რა უნდა ახსოვდეს და არ ახსოვს ესავს? ესავს არ უნდა ავიწყდებოდეს ის, რომ არც მამამისია უფროსი შვილი აბრაამის ოჯახში, მაგრამ ის კურთხევა პირმშობითი კურთხევა, ანუ მემკვიდრეობა მამის აღქმისა საფრთხო სამართლისათვის დაგულისხმებია არა მამიდან უფროსშვილზე, არამედ მამიდან ღირსეულშვილზე. აი ეს ამ მომენტს არ აქცევს ყურადღებას ესავი. აი აქედან უნდა დავიწყოთ ხრობა. როდესაც დათქვამია, რომ იაკობი კარავში ცხოვრობს, გაგახსენებთ, კარავის სამლოცველო სიმბოლოა და სრული კაცია. იაკობი ცხოვრობს ჭვეტელობითი ცხოვრებით, სხვაგვარად რომ ვთქვათ, იაკობი ყურადღებას აქცევს ასეთ რამეს. რას ნიშნავს ყველაფერი ის, რასაც მამა ჩვენი გვესაუბრება მამამთავარ აბრაამზე? რას ნიშნავს ის, რომ აბრაამა თავისი ძე აიყვანა და ღმერთის წინაშე მოსაკლავად გაიმეტა? რაინ არის ის ღმერთი, რომელიც ადამიანის სოფლი მოითხოვა, მაგრამ არ არის ის ღმერთი, რომელიც ჩვენ გარშემო ღმერთები, რომელიც ჩვენ გარშემო მცხოვრები ხალხები თაყვანსემენ? ვინ არის ღმერთი? რა არის ის სისხლი, რომელიც აღგვითხვა ჯეკიდა მამამთავარი ადამიანის დროს ღმერთმა? სხვაგვარად რომ ვთქვათ, იაკობი კარავში მცხოვრები უსაქმური კაცი კი არ არის. სრული კაციო რომ ნათქვამია, მისი სისრულე, ანუ ძველ ქართულად მისი უმამყოება გააზრებულია იმაში, რომ იაკობი მჭვრეტელობითი ცხოვრებით ცხოვრობს. იაკობს აინტერესებს რა არის ის მსახურება, რა მსახურებიდან შესაძლებელია მამამ შვილი გაიმეტოს. იაკობი ამას უკიკიდებს. ჩვენ ვნახავთ რა არის ეს მსახურება, როდესაც ჭეშმარიტი მამა თავის ჭეშმარიტ ძეს გაიმეტებს და ადამიანის სიხარულისათვის შესწირავს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, იაკობი უკვირდება ძალიან ბევრ რამეს, უკვირდება მისიას. რით არის აბრაამი განსხვავებული, რით არის აბრაამი გამორჩეული, რატოა აბრაამი გამორჩეული? მე ისააკსა და ისმაილს შორის აქცენტი რატო გაკეტა ისააკზე? რა გააკეთა ისააკმა ისეთი, რომ ღმერთმა მასზე გადაიტანა ეს ყველაფერი და მასვის, ანუ ეს ყველაფერი იაკობისათვის არის წყალობა, რომელ წყალობასაც ის მოკლებულია. რატო? უფროსი არ არის და იმიტომ. არ ეკუთვნის მას და იმიტომ. აი ეს ყველაფერი ეკუთვნის ესავს, რომელიც ამ დეტალებზე სულ არ ფიქრობს. ამიტომ ისააკის როგორც რაღაცნაირად ხანდახან აი შეცდომებზე წამსვლელი, რომელიც შეცდომებსაც მინდა წერილი ასახელებს და ჩვენ ცოტა შეცდომას დღეს ვერ ნახავთ კიდევ ისააკისას. ისააკი რაღაცნაირად ყურადღებას აქცევს ესავის აი ამ გაბედულობას, ესავის აი ამ სიცოცხლის უნარიანობას. ესააკი ხედავს, რომ ესავმა ესავი როგორი ტიპია, ის და რაც არ უნდა გაუჭირდეს მის მოდგმას, ესავი მაინც გამოსავალს იპოვის და მაინც აუცილებლად რაღაცას გააკეთებს იმისათვის, რომ ეს გაჭირვება თავისი ოჯახიდან მოხსნას. ამიტომ რაღაცა ისააკს ეიმედება ესავისა და ესავი ასეთი ტიპია. ესავი სულ არ უკვირდება იმას, რა არის ცხოვრების ის წესი, რა არის ასრულების ის ფორმა, რომელმაც შეიძლება შვილი მორიას თვალს ჯაგაყვალინოს და შეგაწელინოს. არ უკვირდება ესავი, რა არის ცხოვრების ის წესი,
აზროვნების ის ფორმა, რომლის შედეგადაც შეიძლება თავად ღმერთი გესტუმროს, მისი ანგელოზები გესტუმრონ და შენ ეს ყველაფერი და გამოცხადების სახით მიიღო. რას ნიშნავს ცხოვრების ის წესი, რომ ამ ხნის განმავლობაში ღმერთი გელაპარაკება, ასე იქნება, ასე იქნება, ასე იქნება, არ გაქვს, მაგრამ მაინც გჯერა. როგორი უნდა იყოს ეს სავს ეს არ აინტერესებს. ეს სავს როგორც არ უნდა იცხოვროს. მაინც ექნება ის თან მამასთან ძალიან ისეთი ურთიერთობა, იმედიანად არის მამა მისდამი და ესავი დარწმუნებულია, რომ მისთვის ეს ყველაფერი არა ცხოვრების წესი და აზროვნების ფორმით, არამედ რითი, არამედ იმით, რომ პრივილეგია აქვს პირველობისა, ამით აი აქედან მოდის მეგობრებო, სწორედ სახე-სიმბოლო ესავისა, როგორც ძველი ისრაელისა, ვინაიდან ძველი ისრაელის მთელი ტრაგედია მოაზრებულია სწორედ მის აზროვნებაში წარმოდგენილ ექსკლუზივში, რომ პრივილეგირებული ხალხია, პრივილეგირებული ერია, მარტო იმიტომ, რომ აბრაამის ბიოლოგიური ჭაობავლები არიან. და არ არის საჭირო ღვაწლი, არ არის საჭირო შესაბამისი ცხოვრება იმისათვის, რომ ის წყალობა მიიღო, რაც წყალობაც შესაძლებელია, სულაც არ შეგვდეს ცხოვრების იმ წესით, რაცესთან ცხოვრობა. ამიტომაც წმინდა წერილში ძალიან კარგად არის მითითებული, რომ იაკობი მჭვეტელია არა მარტო იმისა, მეგობრებო, რაც გითხარით, როგორ უნდა იცხოვრო, როგორ უნდა იაზრონო, რომ შეძლო სამომავლო გზაზე სიარული, ამ მჭვეტელია იმისაც, აკვირდება თავის ძმას. ეს ესავი, რა ცხოვრებით ცხოვრობს. ვინ არის ეს ესავი? რა არის ცხოვრების ეს წესი? ახლა თავის ძმას თუ უყურებს, გამკეთებელია ესავი იმისა, რაც აბრაამმა გააკეთა, გამკეთებელია ესავი იმისა, რაც ისააკმა გააკეთა, რას დრო გადის, იაკობის მჭვრეტელ გონებაში სულ უფრო იკავებს აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ესავი ამ კურთხევას გახარჯავს, ესავისნაირი მაცხოვრებელი ღმერთის მკვიდრობას ვეღარ დაიტევს ოჯახში და წიაღში. ეს ძალიან ღრმა აზრია და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც იაკობი ამბობს, იაკობის აზროვნებაში შემოდის აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი ჩემთან იმიტომ კი არ იქნება, რომ მე ღმერთი გამვიკუთვნე, მე ღმერთი ხელში მოვიგდე, ღმერთი ჩემია, არამედ ღმერთი რომ ჩემთან იყოს, ამისათვის საჭიროა მე ვიყო მასთან, მე ვიცხოვრო რაღაც ხვანაირად და ესავის ცხოვრების წესი, ესავის მიწიერება, ესავის აი ეს ხორციელი აზროვნება, ამას ვერაზოს ვერ გააკეთებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ვინაიდან ღმერთის ხელში მოგდების იდეა, ეს არის სუფთა მაგია და ღმერთის მსახურების იდეა, ეს არის ღვთისმსახურების იდეა. ამას შორის ძალიან დიდი განსხვავება იცის სხვაობს მაგი ღვთისმსახურისაგან, ხო? ორივე საკრამენტალური სამყაროსაგან იყურება, ორივეს სწორედ საკრამენტალური სამყაროდან ჭირდება და მოიხმობს შველას და შეწენას, მაგრამ მაგისათვის საკრამენტულ სამყაროსაგან გახედვა გულისხმობს ერთადერთ რამეს, აიძულოს რაღაცით, ან მოგთამოს, ან იმას აკრას დააჭეროს, ან და რაღაცა იმას აკრას, რომ ეს ძალა რაღაცა ამის მაგიური მოქმედებით, ის რაღაცა ძალა, რომელიც საკრამენტულ სამყაროშია, დაემორჩილოს მის მაგიურ მოქმედებას და კეთილი ინებოზე შეუსრულოს. ის რასაც სხვადასხვა ძალიან საინტერესო, ეს კეთილთაყვანისმცემლობის ერთ-ერთი კერძო გამოხატულება გახავთ, ძალიან საინტერესო იყო სლავებს ყავდათ ერთი ღმერთი დამავიწყდა ამ ღმერთის სახელი, ამ კერპის სახელი და ეს რასაკეთებდნენ, იცით? აი, რაღაცას ოთხოვდნენ და არ შეუსრულდებოდათ. მივიდოდნენ და უთხოვდნენ ეს. როგორ გაბედო, რო არ გავკეთო, მე თოვში გააგდებდნენ და სჭიდნენ რა. ღმერთი იყო, მაგრამ ჟიდნენ. რომ ამ ღმერთი როგორ გაბედო და მე შემოიყვანე თოლა, დადგმადე კიდე იმაში, ამ ისი თქმა მინდა მე. მაგი თავის თავში გულისხმობს სწორედ ამას. ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და საჭიროების შემთხვევაში ღმერთს აიძულებს რაღაცა გაუკეთოს მას. იმ დროს, როდესაც ღვთისმსახური პირიქით ცდილობს თავისი თავი აიძულოს იცხოვროს ისე, რომ ღვთისაგან მიიღოს წყალობა. აი ეს დეტალი, აი ეს ექსკლუზივიზმის დეტალი არ არის იაკობში და მისი მჭვეტელობითი ცხოვრება სწორედ აქეთკენ არის მიმართული და ამას მიაქცევს ყურადღებას. ახლა იაკობმა რაღაცნაირად უნდა იაკობი მიიღოს გადაწყვეტილებას, უნდა გადაარჩინოს საფრთხო განგებულების რეალიზაცია, თავისთავად იაკობის ღვაწლი არ დევს ეს საფრთხო განგებულებაში დევს, მაგრამ თანამოქმედი თანამშრომელი ხდება იაკობი ამ განგებულების რეალიზებისა და ჭირდება რაღაცა გამოცდა გაატაროს ესავი, რომ საბოლოოდ დაუმტკიცდეს აზრში. ესავი მართლა არის საშიში ამ კურთხევის მიღებისა, ანუ პემშობის მდგომარეობისა, თუ არ არის საშიში და ტყუილაში შობს იაკობი. ამიტომაც იაკობი ძალიან კარგად შეისწავლის ესავის სხვადასხვა ძალიან გონიერია და ძალიან გამჭრიახია იაკობიც.
ძალიან კარგად შეისწავლის ესავის სამონადირეო მარშრუტს, რომელიც ის აწარმოებს ბოლო პერიოდის განმავლობაში და ერთ დღესაც წმინდა წერილი ასეთ რამეს გვეუბნება, რომ უნდებოდაო ესავი ნადირობიდან და ძალიან მშიერი იყო, ხოლო იაკობი აკეთებდა შეჭამანს, რომელსაც ეთქობა ცოტა ისეთი მიმზიდველი და ისეთი მათის ამძვრელი რეცეპტორების ამძვრელი ის ხონდა სუნელებას ატრიალებდა თან მშიერს ახლა ეს და ეს გარემო დაახვედრა და მივარდა ესავი ეკო იაკობს და ეუბნება მაჭამე ეგ წითელი რაღაცა ოსპრი შეჭამანდია, რომელსაც წითელი ფერი აქვს, რადგან წითელი მაჭამეო შემდგომ დამცინავად წითელ ნაჭამს, გაწითლებულს უწოდებდა ალბათ იაკობი ესავს და ესავიდან წამოსულ ხალხს ედომელებს, ანუ წითლებს, გაწითლებულებს უწოდებენ და ედომელები ეს არიან ისინი, რომლებიც ესავიდან მოდიან. ედომელები ეს ის წიაღია, აი მაგალითად ეს თმიანობა, ესავის თმიანობა ებრაულ ტერმინში, ებრაულ იმაში რა ქვია ბიბლიაში გადმოცემულია ტერმინით, რომელიც გულისხმობს სამეფო მანტია მოსხმულს. ანუ არა თმიანს, არამედ სამეფო მანტია მოსხმულს, ეს ტერმინი ამას გულისხმობს და ვფიქრობენ რომ ეს იყო წინა სახე, წინა მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ესავის ჩამომავლებში, ანუ ედომში მეფეები ისრაელზე, ანუ იაკობის ჩამომავლებზე ადრე გაჩნდებოდნენ ეს იუდაიზმი, ხოლო ქრისტიანობა ამატებს. ეს იყო მითითება იმაზე, რომ იაკობის მოდგმაში იდუმიელი, ანუ ჰეროდე იქნებოდა მეფე, მაშინ როდესაც ჭეშმარიტი მეფე მოვიდოდა იაკობის მოდგმიდან. ანუ ჩვენი მაცხოვარი. ახლა ისი თქმა მინდა მე. მაჭამე ეგ წითელი. და იაკობი ეუბნება, შეტრიალდება და ეუბნება, რომ აჭმევს მას, თუ კი მშობლას დაუდგებს. აი ახლა ეს მომენტი არის ძალიან საინტერესო. ეს ესავი არის მამის საყვარელი შვილი. ეს ისააკი არის საკმაოდ დიდარი. ახლა იაკობი არ აჭმევს, ნუ აჭმევს გასული. აი იაკობი ხوارად ოჯახში, მაგრამ დედამის გასახოს, მსახურებს გასახოს და შიებს მინდა ტყობს. რატომ არის მაინც ამით იაკობთან, ანუ შენ მაჭამეო. ამიტომ უნდა მას აქვს პოდი შეხავე რომ ეს სახში არ ხდება. იაკობი გადის სახლიდან და გზაში ხვდება ესავს. ანუ აქ მარტო ისავი და იაკობი გზაში გააკეთა ეს საჭმელი, გზაში რაღაცა მოძრავი სამზარეულო გააკეთა და გზაში გაუკეთა ეს საჭმელი და ელოდება, რომ ამზით უნდა გამოვიდეს და აი დააღრით და მშიერ ესავს ელოდება, რომ არა სახლში, არამედ სახლის მიღმა, გარეთ ისე რომ არავის არ ეწოდინება, ისე მოუწყოს გამოსვლა ესავს. ანუ ძმას ხაფანგი დაუგვეყო შეიძლება. აი საქმეც ეს არის, აი მე თავი ნამდვილად ეს არ უნდა მქონდეს, სწორედ აქეთკენ მიდის ხოლმე აზმე მაქსიმალურ ცდილობა აქეთკენაც წავიდეს აზრი, მაგრამ პრაქტიკულად ამას ვერ ვახერხებ ვერასოს. რაღაცაა თვითონ შევხედო დიახეს ასე. მოდი მეორენაირად დავხოთ ახლა, მას ხაფანგი დაუდოთ, მეორენაირად გამოსცადა. და მესამეს ვიტყვი, ცოტა მოგვიანებით ისკენას მიდის ბიბლიური თხრობა, არა ხაფანგი დაუდოთ, არა გამოსცადა. არამედ ჩვენ ვნახავთ იაკობმა ღვთისმსახურება იწვევდა საკუთარ თავზე. არა ღვთისმსახურების ის სახე, რომელიც რასაც ესავი გააგრძელებდა, არამედ ღვთისმსახურების ის სახე, რაც აბრაამს და ისააკს ჰქონდა. ამის გაგრძელება ესავის ღვთისმსახურება არ არის აბრაამის და ისააკის ღვთისმსახურება და იაკობის ღვთისმსახურება აბრაამის და ისააკის ღვთისმსახურება იქნება. ღვთისმსახურება გადაარჩინა იაკობმა, თავისი თავი განუკუთვნა ღვთისმსახურებას. ამას აკეთებს, ანუ ესავი რას იზავს, რა საინტერესებს. გახსოვთ თავის დროზე მე რა გითხრათ, მე ძალიან მინდა ამასა ყურადღება მიაქციოთ, მეგობრებო, აი ძალიან მნიშვნელოვანი რამეა ესა და რატო აი ჩვენ ადრე რო კითხულობდით აკეთეთ ლექციებს, ზუსტად მაშინაც აი ამ დეტალზე მქონდა სულ ორიენტირებული გაკეთებული. ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ კიდე ისეთ რაღაცებს, რომ აი ძალიან მიწიერი განზომილები სხვანაირად ჩანს. ცოტა ბიბლიური განზომილები სხვანაირად ჩანს. გახსოვთ თავის დროზე რა ვთქვით, რომ ნოეს დიდი ყვაწლი რა არის. არა ის რომ ნოესში გადარჩა კაცობრიობა, არამედ ის რომ ნოემ რა გადაარჩინა სინონიმში. ნოემ გადაარჩინა აბელის ღვთისმსახურება. ნოეში გადარჩა აბელის ღვთისმსახურება. ნოემ კიდობაში აბელის ღვთისმსახურება შეიტანა და აბელის ღვთისმსახურება გამოიტანა კიდობრიდან. როდესაც ის იმას აგებს, რა ქვია, საკუთრებულს აგებს და შესწირავს რობს. აი იქიდან რომ კეთილსურდელება დავახმერთან ეს ყოფილი, აი იქიდან იწყება მე თხრობა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა გამრავლდეს, ანუ ნოემ ადამიანის არსებობა შეუნარჩუნა შინაარსი. თუ ადამიანს არ აქვს ჭეშმარიტი ღვთისმსახურება, თუ არ შინაარსდება მისი ცხოვრება და მისი მოქმედება ღვთისმსახურებით, მის მოქმედებას და მისი მას რა ემართება?
როგორი ხდება? უნაყოფო ხდება. ამ მადლის გარეშე მისი მოქმედება ხდება უნაყოფო. მე შეიძლება ცოტა შემაწუხებლად გამომდის, მაგრამ ძალიან ხშირად ვაკეთებ ამას და თავისთავად ხადი არც მოვიშვები და ძალიან ხშირად ვიტყვი ამ იკავს მაცხოვრის იკავს სახარებიდან ამ მაგალითს, როდესაც მაცხოვარი დაწყევლის უნაყოფო ლეგვის ხელს. გახსოვთ ხო ვისაუბრეთ ამაზე, რატო დაწყევლა ეს? რა დააშავა ამ ხე? ხო არის მწვანე, ხო იძლევა ჭრილს? არა, ლეგვის ხე მწვანეს და სიმწვანეს და ჭრილს კი არ უნდა იძლეოდეს, არა, ნაყოფს უნდა იძლეოდეს. თუ არ მისცემს, მაცხოვარი არ წევლის აი იმ რაღაცა მცენარეს, რომელსაც დავალებაში არ აქვს, შინაარსში არ აქვს ნაყოფის გამოღება, ის უნაყოფო იყოს, ის მარტო მწვანე უნდა იყოს და ჭრილს უნდა იძლეოდეს, სხვა დანიშნულება მას არ აქვს. მაგრამ ლეგვის ხეს სიმწვანესთან და ჭრილთან ერთად კიდევ რაღაცა დანიშნულება აქვს და იქ კიდევ რაღაცასაც არის, იმას არ აკეთებს, სწორედ ამიტომ იწყება. ამიტომ ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ როდესაც გაუშინაარსებელი, გაუაზრებელი ხდება ადამიანის ერთობის რაღაცა თუნდაც ერის არსებობა და ის წყდება ბოლომდე უიმედოდ წყდება იმ მსახურებას, რომელიც მსახურების მიღმაც წარმოუდგენელია ნებისმიერი სახის ნაყოფიერება, აზრი ეკარგება არსებობას და ის აი გადაიხოტება და გადაიწმინდება ხოლმე ამ ქვეყნიური არსებობიდან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პრინციპულია. რას გულისხმობ ამაში? რომ ჩვენ აი ამას უნდა მივაქციოთ ყურადღება. შეიძლება მაცხოვარიას ამბობს გახსოვთ სახლის შენება ქვიშაზე და კლდეზე, რომელი არ აშენდა, აშენებით ორივე აშენდა. შენებაში არ არის პრობლემა, აშენებულის დატოვებაშია პრობლემა. ქვიშაზე ვინც აშენებდა, იმანაც ააშენა, კლდეზე ვინც აშენებდა, იმანაც ააშენა. მაგრამ განსხვავება ეს არის, რომ ქვიშაზე ნაშენები დაინგრევა, კლდეზე ნაშენები არ დაინგრევა. აქ პრობლემა იმაში კი არის, ავაშენებთ თუ არ ავაშენებთ. ავაშენებთ, ყველა ვარიანტი ავაშენებთ, მაგრამ დაგვენგრევა. უნაყოფო იქნება, არ იქნება დაშენები იმაზე, რომელმას თქვა, ვინ ჩემთან არ კრიბავს ის განაპირობს. განაპირობს, როგორ შეიძლება გააკრიო, თუ კი არ შეკრიბე. მაცხოვრის სამსახურში ესაც სწორედ რომ ჩემთან კრიბავ თუ არ კრიბავ, მაინც შეკრიბავ. მაგრამ შეკრებაში არ არის პრობლემა, შეკრებილს დაიტოვებ თუ არა, ამაშია პრობლემა. და ამიტომ არის რომ ჩვენ ხშირად მე ამას ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ჩვენ თუ დაუკვირდებით ჩვენ ძალიან ახლო ისტორიას, უახლეს ისტორიას. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ. ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ. ხან ერთად ვაშენებთ, ხან ერთად ვანგრევთ, ხან ერთად იმას ვასწორებთ რაღაცას, მაგრამ ნაყოფი არ არის. ვერ გავედით ამ ნაყოფიერებაზე, რატო? სხვაგან ვაშენებთ, სხვაგან ვიკრიბებით საშენებლად. არ ვიკრიბებით იქ, სადაც უნდა ვიკრიბებოდეთ, რატო? უწინარეს ყოვლისა ჩვენ სულში არ არის ხოლმე ნაყოფიერება. ჩვენ თვითონ უნაყოფონი ვართ. და ეს უნაყოფოები ვაკეთებთ რაღაცას ერთად, რომ იქ ჩვენ უნაყოფოების ერთობლივმა ნაკეთობამ რაღაცა ნაყოფი გამოიღოს, არ გამოიღებს ამ ნაყოფს. თორემ ჩემში არ არის ნაყოფიერება. მე მაქვს თვითონ პრობლემა და შესაბამისად ჩემგან გაკეთებულის პრობლემატური რჩება. ამას აკეთებს სწორედ იაკობი. იაკობს აინტერესებს, ესავე ამ კურთხევას მიიღებს. ესავე იტყვის თავისთავად ხადია, მე ვარ ძე აბრაამისა, მე ვარ ძე ისააკისა, მაგრამ მე რა იყოს ძე აბრაამისა, იყოს ძე ისააკისა, რა სწორდება ამით? რა კეთდება ამით? ერთადერთი რამის გარდა რომ იყელყელავებს და იამაყებს იმის, რომ ასე დიდარი ბაბუის და ასე დიდარი მამიშვილია. მეტი არაფერი. უნაყოფო იქნება მისი პირშოობა, უნაყოფო იქნება მისი შთამომავლობა, არაფრის თქველი არ იქნება. იაკობი ამას უყურებს სწორედ, რა ცხოვრება ის ცხოვრება, რომელიც ნაყოფიერად უნდა იქცეს ჩემს ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში იმის ცხოვრებაში, რომელიც ურთიერთობა გააგრძელოს სამამამთავრო გზას. ახლა ნახეთ თვითონ ეს შეჭამადის მომზადების მომენტი. თქვენ გითხარით რომ ესომა და იაკობა იციან აბრაამზე ისააკის სრული ცხოვრება. და ნახეთ იაკობი მიდის ამ დასკვნამდე. ესავის წარმოებული მისი წარმოდგენები მართალია თუ არ არის მართალი, ამას შეამოწმებს იაკობი. ყველაზე კარგად შეამოწმებს იაკობი შიმშილით. აბა მშიერი ესავე რას გააკეთებს. რადგან ძალიან კარგად იცის რომ შიმშილი იყოს სწორედ ის პირველი, რითაც აბრაამი არ მიბრუნდა უკან და გააგრძელა ღვთისმსახურება. ეგვიპტეში ჩავიდა, მაგრამ ჩვენ ხო ვისაუბრეთ თავისთავად გახსოვთ აბრაამის შიმშილობაში მოხდება. აბრაამ შეუძლია მობრუნდეს და წავიდეს უკან საიდანაც გამოვიდა, არა, უკან კერმის კიდე შორს უფრო შორს აგრძელებს გზას. რომ ეს არის მისი ღვთისმსახურების შემადგენელი ნაწილი, სწორედ რომ ეს სად მოვიდგე, სად მომიყვანაო ღმერთმა არეკოს, არა, კიდევ უფრო შორს მივიდა.
ცოლის დაკარგვამდე მიდის. საინტერესებს იაკობს, ვინაიდან ზოგადად ცნობილია მშიერი ადამიანი, რასაც არ იკადრებს, იმას არ იკადრებს არასდროს. შიმშიმის აი ყველაზე დიდი მოთხოვნა აქვს ადამიანში სწორედ კუჩის, აი კუჩის მაქსიმალური აჯანყების დროს, კუჩის მაქსიმალური მოთხოვნის დროს. ის გაკეთებასაც გონებას ვეღარ აიძულებს, ესე იგი ის გონება ამაში ტკიცია, ეს გონება ამაში ძალიან ისეთი სანდულა. და სწორედ აი შეჭამადის გამო გამოცდას ასე მოუწყობს, შეჭამადის გამო გამოცდას მოუწყობს იაკობი ესავს. ესავე ეუბნება, როგორც გითხარით, მაჭამე ექცითელი მე და იაკობი ეტყვის, რომ თუ დაუთმოს პრემშოობას, შეფიცავს მას, მაშინ აჭამს. და აი ახლა ზუსტად წმინდა წერილი ამბობს იმას, ასე ვლაპარაკები ამ ხრის განმავლობაში. ერთ სიტყვაში იტყვის ამას. რა თმიდა პრემშოობა თუ კი შიმშილით მოუწები. აი ეს არის ესა. მე იტყვის კიდევ დაუთმო იაკობმა, აჭამაო და რეზიუმი ამ თრობისა. ესამა ჭამა, სვა და წამდა. არაფრად ჩაამოთავს პრემშო. ცოტა მოგვიანებით წმინდა წერილი შემოგთავაზებს ასეთ თხრობას. რომელსაც ისააკი გადაწყვეტს თავისი სიკვდილის წინ აკურთხოს თავისი შვილები და პრემშოობით იკურთხება მის ესავს. ესავე მოემზადება კურთხევისათვის. ის ესავე რომელმაც დართო პრემშოობა. არაფრად ჩააგდო ეს ნიშნავს. არაფრად ჩააგდო ეს ნიშნავს სწორედ ამას. რომ თქვა კი არაფერს ნიშნავს, რომ თქვა რომ პრემშო აღარ მიქრებდა, შენ იყავი პრემშო და ბუნებით წეს შეცვალა ამითი, მაინც პირველი ესავე არ არის დაბადებული. რაც არ უნდა ილაპარაკოს ამას ვინ უარყოფს, ამას ვინ შეცვლის. ვერ არის. ვერ რა რო თქვა. აქ ორი რამე ჩანს, ბუდი შენ ასე დამოწმება. ორი რამე ჩანს. პირველი მეგობრებურად ძალიან საინტერესოა. იაკობმა გაიგო ყველაზე მთავარი. შინაგანი, ესავე შინაგანი დამოკიდებულება რა არის მოვალეობისადმი. არაფერს არ ნიშნავს. იაკობმა გაიგო, თურმე ესავს თუ გაუჭირდა. იმას კი არ გააკეთებს, რაც აბრაამმა გააკეთა. რომ თავისი ცოლი დადგა მოაცხადა, შემდგომ ამ ცოლმა ასე უერთგულა, არა. ოღონდაც მას აი შიმშილის პრობლემა, ამ ქვეყნიური კომფორტის პრობლემა არ შეექმნას და რაში ჩააგდებს იმას, რაც მემკვიდრეობას უნდა მიიღოს აბრაამისაგან და ისააკისაგან. ამის ასე მოხმარება, ამისი ასე გამიწიურება არ შეიძლება, ამას აშკარად ხედავს იაკობი. რომ ესავისათვის ეს ყველაფერი არის მემკვიდრეობა, რომელიც მის პატივს განუკუთვნებს და არა მემკვიდრეობა, რომელიც მას მსახურებას განუკუთვნებს. აი ძალიან თქო ამას მივაქციოთ ყურადღება. რომ ესავე არის ტიპი მამამთავრისა, რომელიც ბელადობს და არ არის ტიპი მამამთავრისა, რომელიც მსახურობს. ჩვენ უნდა კარგად გავიაზროთ აი წმინდა წერილში, თუ კი შევკრიბავთ ამ პიროვნებებს, დიდ პიროვნებებს, რომლებიც გამოარჩია წმინდა წერილმა თავისი თხრობისას და ისინი თავში დგანან ან თავიანთი ოჯახის ან რაღაცა ერთობის ან ერის, არის მეფე თუ არის საჯური თუ არის მამამთავარი. ეს გამორჩეულები ყველანი ერთი სახით არიან გამორჩეულები. თავში დგანან, მაგრამ ასაკეთებენ. მსახურია მეფე, მსახურია საჯური, მსახურია მამამთავარი. თვალე ბრიალა კი არა და ბრძანებების გამცემელი კი არ არის, არა, მსახურია. ამაში ჩვენ ვერ ვისაუბრებთ მონარქიაზე და ვისაუბრებთ რომ მონარქია კატეგორიულად მიუღებელია ბიბლიისათვის და ღმერთისათვის, მაგრამ მე ვისაუბრებ დაუშვა ღმერთმა მონარქია. რა ნიშნით დაუშვა? დაუშვა რა მეფე, რომელიც თვალ ჟუჟუნა და თმახუჭუჭაა და იქ რაღაცა იმაშება, რაღაცა მესიანური დევსატრიალებს, რაღაცა ერთი ძალიან დიდი ჭადო. ისა რომ მოსწონს წმინდა წერილს და არა თმახუჭუჭა და თვალ ჟუჟუნა მეფე. სისულელია ეს მეფე წმინდა წერილში პირდაპირ წერია არ ვარკა, ცუდია, უდაბიჯია უკან. ჩემი უარყოფაა პირდაპირ დაწერს. ამას შევეხებით. უბრალოდ ისი თქმა მინდა რომ აი ეს დიდი პიროვნებები ამაზრით არიან გაშინაარსებული სწორედ რომ ის დიდნი არიან არა იმით რომ რაღაცა პატივი ერგოთ, არამედ დიდნი არიან იმით რომ მსახურება შეძლეს, მსახურება გაწიეს. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია ის რომ სოციალურად მაღალი საფეხური ნიშნავს არა მეტ პრივილეგიებს, არამედ ნიშნავს მეტ ვალდებულებებს, მეტ მსახურებას. და თუ კი ეს გააზრებული გაქვს, მაშინ შენ რაც არ უნდა მაღალი საფეხური შემოგთავაზო, რაც არ უნდა მაღალი წოდება შემოგთავაზო, შენ თუ გააზრებული ხარ, რომ რაც უფრო მაღალ საფეხურზე ხარ, მეტი მსახურება მოგიწევს, თავისთავად ხარდია შენ არასდროს არ გაწოხებს რაც იმასთან დაკავშირებით, რომ გახდე ვიღაცის წინამძღვარი, გახდე ვიღაცის მეფე, გახდე ვიღაცის ხელმძღვანელი და ასე შენ რატომ? იმიტომ რომ შენ თავში ხედავ ძალებს,
რომ შენ ამ ხელა პასუხისგებლობას ვერ იტვირთებ. მაგრამ ოდესაც რაღაცა დირექტორი ხარ თუ რაღაცის ისახარ ხელმძღვანელი ხარ თუ რაღაცა და აი ამ მაღალ საფეხურებში გრძნობ რომ რაც უფრო მაღლა ხარ, უფრო მეტი პატივი გაქვს, უფრო მეტი უფლებები გაქვს, ვინ შეგაკავებს თავისთავად ცხადია, ჩამოყალიბებული კარიერისტი გახდები, იმიტომ რომ რაც უფრო შორს მიდიხარ, უფრო დიდი პატივი და უფრო დიდი უფლებები გაქვს და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. იაკობი ამას ხედავს სწორედ. იმასაც მაცხოვარი იტყვის. მოვედი არა იმისათვის რომ ემსახურო ნამდვილისთვის. მე თვითონ ვიყო მსახური. ეს არის ძალიან დიდი აზრი, როდესაც ლიდერი, წინამძღვარი, მამამთავარი, ოჯახის უფროსი, ერთობის უფროსი, ფირმის პრეზიდენტი თუ რაღაცა, როდესაც ამბობს, მე მსახური ვარ და არა თქვენი უფროსი, იმ დროს როგორც წესი იწყება მშენებლობა. აუცილებლად მშენებლობა. და ნახეთ მეგობრებო, ეს ცოტა მოგვიანებით უნდა მეთქვა, მაგრამ ახლა ვიტყვი. იცი განსხვავდება ქრისტიანობის ღმერთი ყველა სხვა ღმერთისაგან. განსხვავდება, თუ ყველა რელიგია დებულებებს ედებს, რელიგიურ დებულებებს ედებს. გააკეთე, არ გააკეთო. მაგრამ ქრისტიანობაში ეს რა არის, როგორ არის წარმოდგენილი? ქრისტიანობაში ეს ღმერთმა ადამიანს კი არ უთხრა. ქრისტიანობაში ჯერ ღმერთმა თავის თავს უწევს, თვითონ გააკეთა და მე გადმოგცა ჩვენ. არც ერთ რელიგიაში ღმერთს არ უკადრია, რაც დაავალა ადამიანს, ის საკუთარ თავსაც დაავალოს, არა ქრისტიანობაში საკუთარ თავსაც დაავალა. ეს შინაარსის საიდუმლო ამ რელიგიის. სხვანაირად ღმერთს ვერ გაიგებ თუ კი, როდესაც მოციქული ქადაგებს, მოციქული იმას კი არ უქადაგებს. არა, საკუთარ თავს უქადაგებს, ამას საკუთარ თავს გამოკუთვნებს და მე ეხება ეს იმას. მე ეხება ეს აუდიტორიას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს დეტალი, რომ რასაც ვამბობ, ჯერ მე მეხება, ჯერ მე უნდა გავაკეთო და მე სხვა. და ჩვენ მე ვიტყვით, აი ეს მეფე დაუშვა წმინდა წერილმა სწორედ. რომელსაც ყველაზე მეტად ევალება მსახურება, ყველაზე მეტად ევალება კანონმორჩილება. და არა მეფე, რომელიც ბრძანებებს იძლევა და იტყვის, ეს თქვენ გეხებათ და მე მეფე ვარ და მე არ მეხება. ასეთი რამე ყველაზე მიუღებელია წმინდა წერილისათვის. და მეორე დეტალი, რომელიც აქ წარმოდგენილია, მეგობრებო, გახლავთ აი ამ დაკვირვებიდან რაც იაკობმა არ შენიშნა, გახლავთ ის, რომ კითხვა ესალმა დათმო პირშეობა და მე რა შეიცვალა ამით რამე. რეალობა ხო არ შეცვლა, ეს არ ხო, მაინც პირველი დაიბადა. შეიცვალა ყველაფერი. აბსოლუტურად შეიცვალა ყველაფერი. კი, ესავი დარჩა ისტორიულად პირველშობილად, მაგრამ შინაარსი დაუცალა ამას. ის აღარ არის თავისი მოწოდებით პირველშობილა. ის აი შინაარსი დაცალა. მე მახსოვს გავაკეთეთ ამაზე აქცენტი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ეს გავაკეთო ეს აქცენტი, ვინაიდან რაღაც სხვანაირად გაიგეს, ან სულაც არ გაიგეს ეს ნორმალურად. როდესაც აი დევნა იყო და ქრისტიანები საბუთს იღებდნენ, ყალბს საბუთს იღებდნენ, ვითომ სხვები შეწირეს იმპერატორს, რომ არ ეწამებინათ. სინამდვილეში იყო არ ქონდა სხვები შეწირული, მაგრამ საბუთი იყო ყალბი, მაგრამ სხვები შეწირული არ ქონდა. ეკლესიისათვის იყო თუ არა ეს განდგომა ქრისტესაგან. თავისთავად ცხადია იყო. იმან რომ ეს არ გააკეთა, ის რომ შინაგანად ეს ასე არ ფიქრობდა, ეს კიდევ არ მან ეს აღიარა, მან ეს თქვა, რომ ეს ამის გამკეთებილა, მის სულში ამის შესაძლებლობა დევს. მე ტერტულიანე ცოტა იმაში გადავიდა კიდევ მოუკრეფავში და სულ ეკლესიის მიღება დარჩა, მაგრამ ეკლესიისათვის ამ ხალხის უნანებლობა იყო ნიშანი იმისა, რომ ისინი ეკლესიის შესწინეს თუ არ შესწინეს, სოფლი მაინც იყვნენ ეკლესიის მიღება იდგნენ. ზოგიერთმა სასულიერო პირმა ძალიან გაიკვირვა ის ტრაგიკული მომენტი. მე რაო რომ ისაო, რა ქვია, ეს ქონდაო, რა ქვია, ეს მოწმობა ქონდაო, მართლა სრულიად მიუღებელი და სრულიად გასაცოდავებული ამ რაღაც რელიგიურ პოლიტიკური მოძრაობის ამ რაც ქვია, რა ვიცი მე. ხო? რატო არ უნდა აეკოსო წესი, იმიტომ რომ ეს ქრისტეს გარეთ იყო. ეკლესიის მიღმა იყო. არ უკავშირდებოდა ამას. ის რას ფიქრობდა, რას არ ფიქრობდა, საკითხის მეორე ხარეს ღმერთმა იცის, მაგრამ ეკლესიისათვის მას ჰქონდა აი ეს მოწმობა ჰქონდა, ეს მოწმობა ეჭირა მას ხელში, რომლის თანახმადაც ის თავს აღიარებდა რაღაცა სხვა ღმერთის მსახურად, სხვა რელიგიური ორგანიზაციის წევრად. აღარ იყო ქრისტესი, აღარ იყო ამ ეკლესიის. როდესაც ზოგიერთ სასულიერო პირი იქნება ეს ცნობილი თუ არ იქნება ცნობილი, გაკვირვებული იკითხავს ამას თუ აკეთო დიდი ბოდიში ან კიდე ძალიან თანამედროვე იყო და ცნობილი იყო და იმიტომ იკვირვებ.
ან და რაღაცა მოძღვრება აღმოაჩინა, რომელიც ჯერ ეკლესიის გააზრებისათვის არ ყოფილა ცნობილი. არსობრივად მნიშვნელოვანია, რომელმან უამყოს მე მაცხოვარი ბრძანებს და რომელმან მაღიაროს მე. თავისთავად ხადიას მარტო სიტყვა ცხოვრებას იგულისხმება ამაში, მაგრამ სიტყვა არ იგულისხმება. რა იყო ის მეგობრებო, ერთ გავიხსენოთ. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ხო ამ მსახურებას აღვასრულებთ, შეიძლება ზოგი ამასაც აქილიკებს, მაგრამ ეკლესია ხო ქართული ეკლესია, საქართველოს ეკლესია ხო ამ მსახურებას აღასრულებს. ეს 100,000 მოწამის ის აქია ფენომენი რა არის შეგიძლიათ აღხსნათ? შეგიძლიათ გამაგებინოთ? ეს დალოცულები რომ მიდიან და ეწირებიან თითო ვაჟკაცი აღზარდოს. ერთ თაობაში 100,000 კაციანი არმია გვეყოლებოდა. რა არის ეს რომ მიდიან და იტყვიან არ დააბიჯე ფეხი მე მამაპატიოს ამას როგორ ბედო მაგრამ დააბიჯე ფეხი და წადი მერე თქვი და სახში თქვი მამა ოჩვენოს შუმად აზიარე ბავშვები და ვაჟკაცები გაზარდნენ და 100,000-იანი არმია მიეცი ქვეყანას. არ მიხვიდეს საერთოდ. რა არის ეს? აი სოციალურად აქტივები ქრისტიანულად სოციალურად აქტივისტებს მინდა უთხრა რა ამით რა. აი ეს არის ქრისტიანობა. აი ამან გადაგვარჩინა. ოდესაც ჩვენ საუბრობთ, თქვათ, ორ ეპოქალურ, ორ ლეგენდაზე, საუბრობთ ქეთევანზე და საუბრობთ გიორგი სააკაძეზე. გიორგი სააკაძე რომელიც უნიჭიერესი იყო და საოცრად დიდი სტრატეგია იყო. საოცრად დიდი სტრატეგია იყო, კაცმა ორჯერ ჯული შეიცვალა. ამ მართლა საოცრად დიდი ჭერბა და ისტორიულმა პიროვნებამ, ეპოქალურმა პიროვნებამ. ორჯერ ქვაკეთდა უარი. და ქეთევანმა ნომინალურადაც არ აღიარა ისლამი. რამ შეინახა საქართველოს და რამ შეინახა იმ დროინდელი ყოველ შემთხვევაში ქართული ერთობა სააკაძის დიჭერმა სტრატეგიამ თუ ქეთევანის დაბრუნებას ისხმა. ეს საიდუმლო რომელიც სოციალურ აქტივობას არ ეხება, ქრისტიანობას ეხება მხოლოდ. რომ შენ რომ აღიარებ, შენ რომ სიტყვას იტყვი, შენ რომ აზრს დაუშვებ, შენ რომ შესაძლებლად მიგაჩნია იწყება აი აქედან გასვლას, აი ამ პროცესის რღვევას, უარის თქმას იმაზე, უბრალოდ შეიძლება სადღაც დაგჭირდეს და ჩაებღაუჭო ამას, თორე სიდამდვილეში აღარ გინდა, ამას როცა დაგჭირდება იმ დროს გაყიდი, ისევ იმისათვის, რაც შენ გაწოლს და რაც შენ გჭირდება. თავარი არაა, თავარი სადგილას წარმოდგენია. აი ეს დაინახა იაკობა. ეს სამა თუ მიიღო პირმშობითი კურთხევა, ის ამ კურთხევას ვერ ემსახურება. ის ამ კურთხევას უბრალოდ თავისი, რა ქვია, განსაკუთრებულობის ხაზგასასმელად მოიხმას. ამის შემდგომ მე ძალიან მოკლედ მოგიყვებით ეს ერთი ამბავი მინდა კიდე გითხრა და ამით დავასრულებ ჩვენ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ შეხვედრაზე ვისაუბრებ ძალიან მნიშვნელოვან მომენტებზე იაკობის ცხოვრებაში ეს გახლავთ მეგობრებო. ამბავი იმის შესახებ რომ ჩამოვარდება შიმშილობა აბრაამის დროინდელი შიმშილობა, აბრაამის დროის შიმშილობისნაირი შიმშილობა და ისააკს პირი აქვს ეგვიპტისაკენ. მამამისიც ასე მოეცა. ეს ცხადება ღმერთი დაეუბნება. გერართან დასახლდეს, არ გავიდეს ამ უციდან. და ის მოუმართავს ხელს და ის აავსებს წყალობით და აი აქ ღმერთი ისააკს გაუმეორებს მამამისის კურთხევას. ისააკში აღასრულებს და სწორედ ისააკში ისააკიდან აღსრულდება ის რაც ღმერთმა უთხრა აბრაამს, ჩვენ ახსოვს უთხრა ღმერთმა აბრაამს, სიმრავლე, ამიწისპლობა და ის რომ იკურთხებოდიან შენ და მე ყოველი ტომი ქვეყანის ანუ მესიანური კურთხევა გაუმეორდება და დაუმტკიცდება ისააკს. ისააკი არ მიდის ეგვიპტეში, როგორც გითხარით, ისააკი გერართან დასახლდება და დაიწყებს აი მიწათ მოქმედებას. ჩვენ ზოგადად თავისთავად ხადია მიწაზე მუშაობდნენ მამამთავრები, მაგრამ აი მიწათ მოქმედი მამამთავრები არ ყავენ. ცხებსები არიან ისინი. ისააკი არის აი ყველაფერში გამონაკლისიაც კაცი. აი აქაც კი მიწათ მოქმედება იმის რაღაცა ისეთ საქმიანობად არის წარმოქმნილი, რომელიც ზოგადად უცხოა სამამამთავრო ცხოვრებისათვის. ეს რა ქვია იმას. ხო აი ამ მაქსიმალური და აი ამ ისეთი ძვინვარე შიმშილობის დროს ისააკს მოსავალი მოაქვს რასწინად. როდი შიმშილობა ისააკს კი არა, შიმშილობა არის ყველგან, მაგრამ თითქოს ისააკთან რაღაცა უაზისია გაკეთებული. ისააკთან შიმშილობა არ შედის. რასწინად მიიღო მან ეს რა ქვია ნაყოფები. და ის ამბობს ამბროსი მედიოლანელი ამბობს თუ ავსტები
გამარჯვებით ნახავს ძალიან საინტერესო რომელი მამაა მე თუ მაინტერესებს ხო რომ ამბროს მედონელი ამბობს რომ ისა რა ქვია როგორც ღმერთმა როგორც ღმერთმა საშო გაუხსნა ბერწ რებეკას ისე ღმერთმა ისააკისათვის მიწისპირი გახსნა და აი ეს ნაყოფები ასწილად უწილად ანუ ისააკი ხედავს ამ თავის ღვთისმსახურებაში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეეწევა მას ღმერთი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეეწევა ღმერთი და ძალიან დიდი მოსავალს იღებს წლების განმავლობაში და ისააკთან დაკავშირებით ნათქვამია ეს სიტყვა ძალიან ხუთი სიტყვა კარგად დაიმახსოვრდა ბიბლიაში ეს სიტყვა შეხვდებათ ეს წინდება რომ შეხვდებათ აი მომენტალურად ელოდებოდეთ ამ წინდების მერე იწყება გაჭირვებზე ლაპარაკი როგორც კი ახლა რასაც გეტყვით ეს სიტყვა დაიწერება ეგრევე იწყებს ბიბლიაში გაჭირვებზე ლაპარაკს ეს სიტყვა გამდიდრდა კაცი აი გამდიდრდა კაცი როგორც კი იწყება ეგრევე იწყება პრობლემებზე საუბარი და რაღაცა კრიზისზე და რაღაც კატაკლიზმებზე საუბარი და რაღაც უთანხმოებებზე საუბარი აი აქაც ისააკთან დაკავშირებით თქვენ რომ გამდიდრდა კაცი ანუ გამდიდრდა ისააკი ალბათ გამდიდრდა ორი რამის გამო ერთი რომ ფილისტიმელებთან ისააკს აქვია კარგი დამოკიდებულება აქვს და მეორე იმით რომ იქ არ არის ის შემოსავალი რა შემოსავალიც ისააკთან არის აქ ერთი ასეთი ამბავი მოხდება ისააკი თავისთავად ცხადია გერაში რო ჩავა იტყვის რებეკაზე რაც თქვა აბრაამა თავის ცოლს და არის ოჩი ახლა აბრაამისთვის არა კი იყო და სხვადასხვა დიდისგან იყო მაგრამ ისააკისათვის არ არის მაინც ასეთი და ბიძაშვილია და არის იტყვის კარგი ხანი ცხოვრების შემდგომ გაიხედა იმან რა ქვია აბიმელექმა ფილისტიმელთან მეფე ფანჯიდა და დაინახა როგორ ელაღობებოდა ისააკი რებეკას როგორ იქცეოდა თვითონ დაძმა ასე არ იქცევია რა ვიცი უწუნებდა თვალშებოდა რა ვიცი მაგრამ ასე არ იქცევიან დაძმა რა სხვანაირად იქცევიან დაიბარა ეს დაარი თუ ცოლიაში რატომ მოგვატყუით და არის მიხვდება ეს დაარდა ცოლი უნდა იყოს ერთი ჩვენიანი აპირებდა მასთან დაწოლას და კიდევ კიდევ ერთხელ ჩაგვაგდეთ ცოლაში როდის ჩააგდო ისააკმა აბიმელექი ან მისი ოჯახი ცოლაში როდის აპირებდა ვიღაცა დაწოლას აქამდეც რებეკამდეც მამამთავრის სულთან რა ამბავს ეხსენებს ეს აბიმელექი აბრაამის დროიდან ამბავს ეხსენებს ეს სხვა აბიმელექი ეს აბიმელექი არის შთამომავალი აბრაამის შემდგომი მეფე ან შვილი უნდა იყოს მაგრამ წმინდა წერილში აქ აშკარად გვაქვს მითითება რომ ის დამოკიდებულება რაც ფილისტიმელებს ჰქონდა აბრაამთან აბრაამი ახსოვთ აბრაამისგან ვინმე თუ მოდის აბრაამიანი თუ არის ვინმე თუ არის ამ ოჯახის ამ გვარის ამ მამამთავრის ხაზის გამომწელებელი აუცილებლად დიდი სიფრთხილე მასთან აუცილებლად დიდი პატივისცემა მასთან რატომ ღმერთი ყავს რაღაცა ასეთი და იმიტომ ღმერთი ყავს ისეთ რომ არ აპატიებს ეს ღმერთი ხელის მოკიდებას ეს ღმერთი თავის წიაღს არ დააჩაგვრებს ეს ღმერთი თავის წიაღს შეინახავს და ასე შავს ეს ღმერთი თავის წიაღს შეინახავს ჩვენ ცოტა მოგვიანებით ნახავთ ამას როდესაც ფარაონი მოსეს ეთქვის არ ვიცი ვინ არის შენი ღმერთი არ ვიცი ვინ არის შენი ღმერთი მას კი არ იცოდი შენ ღმერთს არ ვაღიარებ წარმართი ყველა ღმერთს აღიარებს ეს მონოთეისტია რომ ყველა ღმერთს არ აღიარებს წარმართისათვის არ არის პრობლემა შენს ყავდეს ღმერთი და მეც ყოლება ღმერთი რაც პოსტმოდერნულ სამყაროშია წარმოდგენილი ჩვეულებრივი ნეოწარმართული ეპოქა მეტი არაფერი აქ საუბარი არა იმაზე რომ შენ ღმერთი ყავს და მე ღმერთი არა ორივეს ყავს ღმერთი მაგრამ შენ ისეთი ღმერთი ყავს აი იმასთან ხუმრობა არ შეიძლება შენი ღმერთის ძლიერებას ვაღიარებ ეს არ არის მონოთეიზმი მაგრამ ეს არის როგორ გითხრათ წარმართებთან ან უძლურებთან გონებით უძლურებთან აი ღირებულებითად გაცამტვერებულებთან ერთ-ერთი გზა და საშუალება იმისა რომ მონოთეიზმისაკენ გაახედო როდესაც შენ ღმერთს ისე ძლიერად აღიარებ რომ ჩემი ღმერთი შენ ღმერთთან ვერ კატეგორიულ ბრძანებას გამოსცემს აბიმელექი ვინ შეეხება ამ კაცს ამ კაცის ოჯახს სიკვდილი არ ასწრება და ეს არის სახელმწიფო ბრძანება ისააკი კიდევ უფრო არის იმაში რა ქვია აი კარგ მდგომარეობაში რაღაცა წინ დაუხედავი ვით არის ისააკი ეს და აბრაამმა რომ სარადად გამოაცხადა სანამ ის აბიმელექს გამოცხადება არ ჰქონდა და სიზმარი არ ჰქონდა და ღმერთს არ შეეპასუხა და მთელი ეს რაღაცა რელიგიური დრამა სანამ არ გაიმართა აბიმელექი ვერ მიხვდა არა რომ ცოლი იყო იმისა და აქ ისააკი რაღაც წინ და რაღაც მაინც რაღაცა ვერ თვლის
და იმ წუთშივე გამჟღავდა ისააკის ისა როგორც კი ეს ყველაფერი შენიშნული იქნა. ახლა ორი დეტალი და ამით დავასრულებ ამავე თავშია და იმიტომ რომ შეგვეძლო თხრობა შეგვეწყვიტა. ერთი დეტალი ეს გახლავთ საუბარი იმასთან დაკავშირებით რომ გამდიდრდა კაცი რადგან წერია როგორც გითხარით იწყება პრობლემები წმინდა წერილში და ეს პრობლემები წარმოდგენილია იმ ჭების ამოვსებით, მიწით ამოვსებით და ჩახერგვით, რომელიც აბრაამს ჰქონდა თავის დროზე ამოღებული და რომელიც ჭებთანაც ისააკი სახლობს, რადგან მის კუთვნილებაში უნდა შემოვიდეს მამამისის არის და უნდა მოიხმაროს ის. ჭების მიწით ამოვსება, როგორც გითხარით, უდიდეს სტრობას უკავშირდებოდა. ეს იყო უსაზავლესი საქციელი და იწყება ისააკის შემიწვევა. თითქოს და აქ აბიმელექი ბრძანება ირღვევა, თითქოს და აქ ეს სურათი არ პასუხობს აბიმელექის ბრძანებას არ შეეხმიანება. ცოტა მოგვიანებით აბიმელექს შეხვედრა ექნება ისააკთან და დადევს მასთან ხელშეკრულებას, სამოკავშირეო ხელშეკრულებას, მშვიდობიან ხელშეკრულებას და თითქოს და წარმოაჩენს ისე რომ აბიმელექი აქ არაფერში უაშია. მაგრამ აშკარად ჩანს მინდა წერილიდან რომ აბიმელექი ასე ვთქვათ, ფარულ ვიზირებას, ფარულ დასიძლება, რა ქვია, ბრძანებას იძლევა, რომ ისააკი რამენერად შეავიწრონ და წავიდეს აქედან, რადგან საშიში გახდა, ძალიან გამდიდრდა, ფილისტიმელებზე მდიდარი გახდა და აბიმელექისათვის ეს არის მიუღებელი. რამდენიმე ჭის ის არის, ახლა ეს ჭების ამოღება ძალიან საინტერესოა, მაგრამ არ შეგაწუხებთ ნამდვილად, ძალიან ბევრი რამე აქვს ალაპარაკო, მაგრამ ახლა შოსწავალ და შეიძლება ის რაღაც აზრით არსებითი არც იყოს, საბოლოოდ მოხდება ჭის პოვნა, რომელსაც გამდინარე ძალიან უცოცხლად მიწისყრებით იკვებება, ამ ჭას ამოიღებენ, გაფართოებას, სიფართოვეს დაარქვეს ამას ისააკი და ეს ნიშანი იყო იმისა, რომ ამას მაინც არ ჩაუხერგავდნენ ფილისტიმელები. აქ აბრაამის მიერ ამოღებული ჭების სახესიმბოლოა მეგობრებო, ძველი რჯულისა, ანუ მოსეს რჯულისა, ჭამჭების მიწით ამოვსება სახესიმბოლო გახლავთ იმისა, რომ ეს რჯული ანუ ღმერთთან ურთიერთობის ეს კანონიერი გზა ძველმა ისრაელმა დაფარა და დამალა ყველასაგან. ისააკის მსახურების სახესიმბოლო არიან მოციქულებისა, ჭა და ცოცხალი წყლის მყოფი ჭა, როგორც გითხარით, ეს სახესიმბოლოა მაცხოვრის მოძღვრებისა და ის რომ ეს ჭა იპოვეს და ამ ჭიდან წყალი მოქონდათ, სახესიმბოლოა იმისა, რომ მაცხოვრის მოციქულება ცოცხალი წყალი, ანუ ცოცხალი სწავლება, მაცხოვრებელი სწავლება მოიტანეს ჩვენად ეს ალექსანდრიული სკოლის ეს ისა რა ქვია, გააზრება გახლავთ აი მომენტისა. აქ ერთი საინტერესო ამბავი. გახსოვთ მაცხოვრის შობისას, რამდენი მოგვიმოდის მაცხოვართან. დაყვანისებისას, რამდენი მოგვიმოდის. სამი, ხო? არსად არ არის ეს სამი რიცხვი ნახსენები. აბსოლუტურად არსად. პირიქით დათქვამია, რომ ესეთი მეფეები არიან, მთელი დელეგაციებით არიან მოსული და არა სამი კინკილაკაცია ჩამოსული. ზოგჯერ 300 კაციც არის საუბარი და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. პირველად, რომ სამი არიან ჩამოსული, ეს თქვა ორიგინი. და თქვა აქედან დამოკიდებული სწორედ, რომ ეს აბიმელექი მივა ისააკთან მოსალაპარაკებლად თავის საოცარი დელეგაციით მივა, მაგრამ სამი კაცის სახელია წარმოდგენილი. აბიმელექის მეფის ფიქოლის და ერთ-ერთი მისი თავის. და ეს სამი კაცი, რადგან ბევრი იყო, მაგრამ სამ სასახელებს სახელობით წმინდა წერილი და ისააკი ჩვენი მაცხოვრის წინასახეთ ახავს გამოყვანილი იმას აქვია ქრისტიანულ ეგზეგეტიკას და შესაბამისად ეს სამი მოსულია, რადგან ისააკის წინაშე დათმონდა მისი უპირატესობა აღია, რომ აი ორიგინალს პირველად შემოაქვს ეს სიმბოლო და ამბობს ეს სამი კაცი სახესიმბოლოა იმ მოგვებისა, რომელმა მოგვებაც მაცხოვარს ეს თაყვანი და აი აქედან უკვე ორიგინალიდან მოდის რომ სამმასა თაყვანი და არა თქვა რაღაც დელეგაციები მე უკვე ისინი მოგვებად არიან გაგებული და არა მეფეებად და ეს აქედან იღებს სწორედ აქედან იღებს საწყის და მეორე ითაც მინდა დავასრულოთ ჩემი თხრობა და ითაც მინდა საოცრად კარგი რეზიუმირება წარმოგიგინოთ არა იმისა რაც ეგზეგეტიკაში წერია არამედ იმისა რასაც თვითონ წმინდა წერილი აკეთებს ნახეთ ჩვენ ამ ხის განმავლობაში ასე ვისაუბრეთ იაკობი აკვირდებოდა ესავს იაკობი ემზადება რაღაცა ძალიან დიდი ნაბიჯისათვის. რომ იაკობმა გადაწყვიტა, რომ ესავი პირმშოობის პატივის მსახური ვერ იქნება. მაგრამ ეს იაკობმა გადაწყვიტა. ეს ჩვენ ვილაპარაკეთ ამდენი.
მართლაც რომ ვილაპარაკეთ ამ ესავზე რომ კითხვა პირ მშობასაც ჩავაგდო, მაგრამ იქნება ასე არ ფიქრობდა. იქნება ჩვენი აზრებია სულ. ეწმინდა წერილი გვეუბნება საოცარებას. მოიყვანაო ესავმა ორი ხეთელი ქალი ცოლად. აი ამით ყველაფერი აქვს დაქორწინდა. დაქორწინდა არა ისე, როგორც აბრაამი ავალებს ქორწინებას ისააკს. დაქორწინდა არა ისე, რომ მისმა ცოლმა გაზარდოს შვილი, რომელიც შვილიც თუ საჭირო გახდა შეძლებს მორიას ხაზზე დაწოლას, იმ მორჩილებით ამორჩილებაც ისე აქვს ხონდა. არა, ესავს შვილის აღზელი დედა კი არ მოყავს ცოლად, არა. ესავს ვიღაც ქალები მოყავს ცოლად, რომელიც იმას უნდა. ესავი არ უკვირდება ამას ყველაფერს. ესავი არ უკვირდება იმას, რომ რებეკა აგრძელებს სარას მსახურებას ისევე როგორც ისააკმა გააგრძელა აბრაამის მსახურება და თუკი ესავმა უნდა გააგრძელოს აბრაამისა და ისააკის მსახურება, მაშინ ვიღაცა ქალი უნდა დაწეროს წმინდა წერილმა, რომელიც სარასა და რებეკას მსახურებას გააგრძელებს. ამას არ აკეთებს. ორი ხეთელი ქალი მოყავს, ვიღაცა ვინც უნდა მორჩა და გატავდა. არ აინტერესებს ის გზა და ის მსახურება, რა გზა და რა მსახურებაც წმინდა წერილში სამომავლო მსახურებაში არის წარმოდგენილი. და იმას იტყვის წმინდა წერილი, რასაც არც ერთ მამამთავართან დაკავშირებით არ ვთქვამს. ცხოვრება გაუმწარესო, სული გაუმწარესო ამ ხეთელმა ქალებმა ისააკს და რებეკას. ეს არის რეზიუმირება იმისა, რაზეც გელაპარაკებოდით, ეს გახლავთ რეზიუმირება ის ამბისა, იმ ამბების რაზეც გელაპარაკებოდით, რომ ესავისათვის მამამთავრობის მიღება, პატივის მიღება არის სრულიად მიუღებელი იმდენად, რამდენადაც ესავისათვის ესავის სიტყვები რომ არაფრად ჩააგდო ეს ყველაფერი მის აზროვნების ფორმას და მის მენტალობას უკავშირდება. ის არ არის მოწოდებული იმისათვის ისე ემსახუროს ღმერთს, როგორც ღმერთს მამამთავრები ემსახურენ, სხვაგვარად ვთქვათ, მესიანური ხაზის გაგრძელების, მესიანური კურთხევის მსახურებისათვის არ არის მზად. ამით უნდა დავასრულოთ ჩვენ წლები გამიგზელდა სიყვარულს, მაგრამ ეს არასდროს ეს ამომწურავად გვეყავთვის. წვინა და შემდეგ ჩვენ რამდენიმე ძალიან საინტერესო თემა შევეცდით. ეს ესავის და იაკობის ერთობა პირველობის დათმობის პირდაპირ პარალელი ამგვარია. უწყების შვილის შემთხვევა ეს ზოგადად პარისევის. ძალიან ბევრი მის პირველობს. წინანანი უკანი ხრდა უკანანი წინ. ეს ამერთ ხოდაშია მოსაწევ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ ეს ხშირად გვავიწყდება. ყოველდღიურობიდან გამომდინარე ჩვენი რაღაცა თუნ დაკავებულობიდან, ჩვენი სულიერი გმირობიდან გამომდინარე, რომ როდესაც მაცხოვრებ ძალიან რომ არ შეუძლია მთაზე დაშენებულ ქალაქს დამალვა, ეს ეხება ქრისტიანებს. ეხება იმათ, რომ შენ თუ მართლა მთაზე დაშენებული ქალაქი ხარ, შენ კი არ უნდა იყო მთაზე დაშენებული ქალაქი ხარ, არა, გამოჩნდები შენ თვითონ გამოგაჩენს ღმერთი. ვერ დაიპარები გამორიცხულია. ვერ დაიპარება მოსეს, ჩვენ რომ მივალთ მოსესთან ვიტყვით რომ წარმოუდგენელი იყო მოსე ყველაფერს წარმოიდგენდა, მაგრამ ერის წინამძღოლი გახდებოდა გამორიცხულია. მაგრამ მოკიდა ღმერთმა ხელი და გამოიყვანა, ხო? ანუ თუ მთაზე ხარ დაშენებული, ხო? მთაზე დაშენებული ქალაქი ხარ, გამოგაჩენს ღმერთი, შენ არ უნდა იყვირო ეს. თვითონ ღმერთი გამოგაჩენს მთაზე დაშენებული ქალაქი ხარ. ჩვენ ხშირად გვავიწყდება ეს. გვავიწყდება ეს და გვავიწყდება ჩვენ არა ცალ-ცალკე, არამედ გვავიწყდება ჩვენ როგორც ერთობას. რაც ყურადღებას იმას თუ ვაქცევთ, ვინც ბევრს ყელყელაოს, ვინც ბევრს ამბობს, რომ აი მე ამას გავაკეთე, მე იმას ჯობი ვარ, ჩემი ჯობია, მე უფრო კარგი ვარ. რაღაც ისე კარგად ფუთავენ ამას, ისე კარგად გვაწვდიან ამას, ისე მოხერხებულად გვაწვდიან ამას, რომ ჩვენც ვიჯერებთ ამას, რომ მართლა ეს უკეთესია იმაზე. შეიძლება განაიტო უკეთესი არ არის. მაგრამ არ არის აუცილებელი ამიტომ იყოს უკეთესო თვითონ რა ქვია, მეშვება რა ქვია, მიმფიცებს ამას რომ უკეთესია, სულაც არ არის აუცილებელი. და ეს დეტალი რაც ყოველთვის ჩანს ხოლმე გეთახმები. კაი, ხართ მაგრამ